კიდევ ერთხელ. წინა საახალწლოდ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ, მას შემდეგ რაც ვიზიტი გქონდა კაზრეთში და საღლრისის ტერიტორიაზე და დავათვალიერეთ თქვენს მიერ გაწეული სამუშაო. სანამ გადავიდოდეთ კითხვა-პასუხზე, მაინც გვისმენენ და გვიყურებენ, მინდა ვთქვა, რომ დავაზუსტო ინფორმაცია, რომ გავრცელოთ ინფორმაციების კომიტეტის ხდომა იყო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, არის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ანუ ამ შეხვედრაში მონაწილეობენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც სამუშაო ჯგუფის წევრები არიან. გარდა ამისა, ასევე ითქვათ, რაღაც ხელმძღვანელობა და ვინ მართავს სამუშაო ჯგუფს, ეს არის სამუშაო ჯგუფი, სადაც ერთხმად იღებს გარაცხოტილებას, ვაჯამებთ სამუშაოს და ერთად ვიღებთ შემდეგ ნაბიჯებზე, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებას. ჩემი ფუნქცია მთავარი არის, რომ ის რაც იყო თავიდანვე დათქმული, შემდგარიყო დიალოგი არასამთავრობო და სექტორსა და კერძო სექტორს შორის და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ფორმატში ხდება უკვე 6 თვეზე მეტია საკითხების განხილვა, გარკვეულ შედეგამდეც მისული ვარ და იმედია საბოლოო შედეგზეც გავალთ. სანამ კითხვებზე გადავალთ, მე ასევე ვიტყვი, რომ ჩვენთან წარმომადგენლები არიან ეკონომიკის სამინისტროს, წეაღის სააგენტოს წარმომადგენლები და გარემოსდაცვითი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნინო, რომელზეც ვიცი წინასწარ გაფრთხილებული ვიყავი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს კანცელარიაში და იქ უნდა დაესწროს, თუმცა მნიშვნელობიდან გამომდინარე თავიდან ჩვენთან ერთად იქნება, ამიტომ ჩემი თხოვნაც იქნება და თუ რამე კითხვა გვაქვს სამინისტროსთან მიმართებაში შეგვიძლია თქვა თავიდანვე დავსვათ, სანამ ქალბატონი ჩვენთან ერთად არის და მე უკვე გავაგრძელოთ თქვა თუ რამე დამატებით კომპანიასთან ერთად. წარდგენა არავის არ ჭირდება, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, არაერთხელ ხვდებით უკვე, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ და მეც რაღაც კითხვები რაც მაქვს, რა თქმა უნდა, ჩავერთვები, თუმცა ძირითადი ნაწილი ქალბატონი და ქალბატონი ნიკა იქნებიან, რომელიც მომზადებული აქვს თავიანთი პოზიციები. მე მაქვს რაღაც მინდა განმარტება გავაკეთო. ჩვენ ძალიან ისეთი შეშფოთებულები ვარა, მაგრამ ძალიან არ მოგვეწონა ბოლო დროს RMG Gold-ში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ ვიცით, რომ შეიცვალა დირექტორი, გარდა ამისა, ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ კომპანიამ დაიწყო ესეთი აგრესიული PR კომპანია, რეკლამებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რეკლამების გაშვების უფლებაც გაქვთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მოხდა ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ, ეს მაშინ, როდესაც კომპანიას არც დაინტერესებულა გაეგო რა აზრის იყო სამუშაო ჯგუფი, როდესაც ჩვენ ვიყავით თქვენთან, აი ეს შეხვედრაც არ იყო ჩატარებული. ისე გადიოდა პრაიმ ტაიმში რეკლამები, სადაც თქვენ კულტურულ მემკვიდრეობას და სოციალურ პასუხისმგებლობებს არ შევეხები კომპანიისას, იყო ეკოლოგიაზე საუბარი, სადაც ამბობდით, რომ გაქვთ 9 მილიონი ლარი დახარჯული და ჩამოთვლილი იყო ის სამუშაოები, რომლებიც თქვენ გაქვთ გაკეთებული. ჩვენ არ ვიცით, თქვენ 9 მილიონი ლარი გაქვთ თუ არა დახარჯული, კარგი იქნება და ბატონი კახა დამეთანხმება, რომ ალბათ აჯობებს აუდიტის ჩატარებას, ანუ ფაქტობრივად ის ჩვენ რაც ვნახეთ, დამთავრებული არაფერი არ არის, ჯერ არის მიმდინარე სამუშაოები, ჩვენ ძალიან ცუდად გვენიშნა, იმიტომ რომ RMG Gold-თან მიმართებაში საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს ურთიერთობაში და ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც კომპანია იწყებდა ესე რეკლამების ესე სერიალს, ესე უმოკლეს დროში, ესე სწრაფად და ცვლიდა დირექტორს, ყოველთვის იწყებოდა ხოლმე ძალიან ცუდი პროცესები და ამით ყოველთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ კომპანია ცდილობდა თავი აერიდებინა იმ ვალდებულებებისთვის, იმ შეთანხმებისთვის, რომელიც იმ დროისთვის იყო. თქვენ მინდა საზოგადოებაში შევახსენებ, ასე იყო საყდრისის საფეთქებამდეც, ასე იყო ბნელიხევის პროექტის დაწყებამდეც და ახლა არის ასე. ალბათ ჩვენ რაღაცა უფრო სხვა გარანტიები დაგვჭირდება უკვე ახალი ხელმძღვანელობისგან, რომ ვიცოდეთ, ალბათ გვეტყვით თუ გვაინტერესებს. თქვენ აპირებთ ისევ ამ ვალდებულებების შესრულებას თუ კომპანია დაადგება ახლა ისევ ძველ ნაცად გზას და ისევ დაიწყება, რომ აი რაღაცა ჩემი გაკეთებული არ არის, არის წინა მენეჯმენტის და ასე შემდეგ. ეს ამაზე პასუხი ძალიან გვაინტერესებს და ქალბატონინოსთან გვაქვს შეკითხვა, ალბათ მოგვეცემა იმ საშუალებას, სანამ წავა ეს პირველი ისტორიულ სანაყაროს ეხება და კიდე რაღაცა ტყის თონდებს. ხო, ამ რეკლამაზე ხა მე არ მინახავს, მაგრამ ამაზე ჩვენ როცა ვიყავით ჩამოსული მაშინაც ვისაუბრეთ, უბრალოდ რეკლამაში როგორც ვთქვი, გაჟღერდა ციფრი რამდენი დაიხარჯაო. რაზეც თქვენგან ეს რაც დაგეგმილი იყო, მე რომ მოგვაწვდით დეტალებს, რამდენი დაიხარჯა, კარგია თუ გარე აუდიტის მეშვეობითაც იქნება ეს დადასტურებული, რომ ინფორმაციის სიზუსტე შეჭვი არ შეეპაროს არავინ. რეალურად რამდენი დაიხარჯა. 9 იქნება 39.5, მთავარია შედეგს მივაღწიოთ და კომპანიის მხრიდან რაც დახარჯულია, ეს ციფრები გამჭირვალეთ ვიცოდეთ ჩვენც და იცოდეს ყველამ რეალურად რა თანხებზეა ლაპარაკი.
დაგიბრუნებთ ესეთი სახით პასუხს დირექტორის შეცვლა ამ ეტაპზე დაკავშირებულია ჩვენ ორ ძირითად აქცენტთან. ჩვენი პრიორიტეტების ნუსხაში შედის გადავაიარაღოთ და დავამსგავსოთ წარმოება თანამედროვე სტილის სამთო საქმიანობას. მოგეხსენებათ, მე წარმოებიდან მოვდივარ, 10 წელიწადზე მეტი მაქვს წარმოებაში მუშაობის გამოცდილება. პრიორიტეტი არის ჩვენი ფაბრიკების გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იმ ძველ ბაზაზე. ჩვენ ბორდიდან არ გადის ყოფილი დირექტორი, ის რჩება ამ ბორდში როგორც ერთ-ერთი დიდი რგოლის პასუხისმგებელი პირი. მენეჯმენტმა მიიღო როტაციაზე მხოლოდ გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში ჩემი ფუნქცია წარმოებასთან ახლოს ყოფაზე გავაკეთეთ აქცენტი. ეს იყო ამის ძირეული შეცვლა. რაც შეეხება მეორე აქცენტს ჩვენი კომპანიისთვის, ყველა დავწმუნდით და ეს ჩვენი არ მინდა რომ პირფერობაში ჩამომირთვათ ჩვენი საერთო შეთანხმების, თქვენი ჩართულობის და საუბრობის ესე იგი დაჟინებული მოთხოვნით მივდივართ იქამდე რომ ჩვენ ამ გზას ვერ გადაუხვევთ. ფაქტიურად სახელმწიფო იმდენად ძლიერად არის ამაში ყველაფერში ჩართული რომ ჩვენ ვერ აუქცევთ იმ მიწერილობას რაც ჩვენ გაგვაჩნია შესასრულებელი 3 წლის განმავლობაში. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ამ მიმართულებით და ყველა ის აქცენტი რომელიც ჩვენ აქამდე დავსახეთ გაგრძელდება ჩვეულ რიტმში, არანაირი სხვა ის არ იქნება აქ. ხო, მე ხა ამაზე კომენტარს გავაკეთებდი. პირადად ჩემს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება დირექტორი, ეს თქვენი კორპორაციული ნაწილია, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის პროგრამა, რაც შემოშევებული იქნა, შესრულდეს და ზიანი ახალი ზედმეტი საუბარია, რაც იყო, იმას მაქსიმალურად აღმოიფხრას და პროგრამა საბოლოო ჯამში რაც შედგენილი იქნა, გვაჩვენებს ამდენად ეს შედეგის მომტანი იქნება. ფილტრატორები თუ კოლექტორები რაც დაიდგა ნამდვილად სამეშტავია, ის უნდა ამუშავდეს და მე ვნახოთ და იმედი მაქვს რომ გამუშავდება და შემდეგი დაბინძურება აღარ იქნება. თუმცა ამას დრო გვაჩვენებს. ქალბატონო, თქვენ მინისტრის მოადგილესთან თუ გქონდათ კითხვა, ხوارჯობია? ხო, დაუსვათ და ჩვენ რო ვიყავით მონიტორინგზე, ძალიან კარგი საქმეა თუ მართლა ასე აკეთებს RMG, ეს ეხება ისტორიულ სანაყაროს, პირველი ნომერი სანაყაროა, ხო? ეს პირველ სანაყაროს, როგორც ჩვენი გავიგეთ, ანუ ეს ვალდებულებებში სანაყაროზე სამუშაოების დაწყება, ხო და შემდგომში რეკულტივაციაც მგონი, ხო? არ იყო ვალდებულებებში არ ეწერა. არადა ძალიან კარგად ვიცით, რომ თვითონ აკეთებს თავის კეთილინებით კომპანია, როგორც თვითონ გითხრეს და ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ ეწერა ვალდებულებებში, ანუ გარემოსდაცვის სამინისტრომ რატო არ გაითვალისწინა? მე შემიძლია მე ვკითხო, შეიძლება ეს კითხვა ესეთი იყოს ან ისეთი, მაგრამ მე ვეკითხები მინისტრის მოადგილეს. რატო არ იყო ვალდებულებებში ჩაწერილი ამ პირველი სანაყაროსზე, თქვათ, აი ეს რეკულტივაცია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვიჩნდება ესეთი შეიძლება გაგვიჩნდეს ესეთი ეჭვით, შეიძლება გონევრულიც, რომ კიდევ ბევრი რამე არ იყოს შეტანილი ვალდებულებებში, რისი გაკეთებაც, რაც უნდა გაეკეთებინა RMG-ს. ანუ ესე შეიძლება იჩქოს ბევრი რამ დავაყენოთ, იმიტომ რომ ეს სანაყარო არის ყველაზე მძიმე, ხო? რაღაცა დაბინძურებაც საკმაოდ ისეთი იყო. დავამატებით თუ შეიძლება რა, ქალბატონო ნინო, მე ზუსტად მახსოვს ეს საუბარი, თქვენ მართალი ბრძანდებით, უბრალოდ აქ ჩარჩოში რომ მოვაქციოთ ეს წინადადება, რაზეც ჩვენ თქვით, რომ ცოტა ზედმეტს ვაკეთებთ, ვიდრე სამინისტროს ქონდა მიწერილობა. სამინისტროს პირველი წლის ფარგლებში ქონდა ჩვენთვის დავალებული, რომ გააკეთეთ პროექტი. პროექტირების დონე იყო პირველი საწყისი, ანუ პირველი წლის ჩვენი შესასრულებელი საქმიანობაში სამინისტროს უწერია, რომ გააკეთეთ პროექტი და შემდგომი ეტაპებია მისი უკვე ფიზიკურ მდგომარეობაში მოყვანა. ჩვენ წელს ვფიქრობთ, რომ დავამთავრეთ როგორც პროექტირების ნაწილი, ასევე გადავერთეთ უკვე კონკრეტულ საქმიანობაზე, რასაც ვიცი. არ გითხოვთ მაშინ. ჩვენ ვიტყვით, რომ არ იყო ვალდებულებებში გაწერილი, ესე შეიძლება რომ ჩავერთო, რადგანაც ანუ ჩემი სამინისტროს მისამართით არის კითხვა და ანუ გავცემ პასუხს აუცილებლად. პირველ რიგში მოგესალმებით. ბოდის გიხდით, რომ ანუ შეზღუდული დრო ითვარ მოსული და მადლობა ბატონ კახა თქვენ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ანუ სამინისტრო ყოველთვის მზად არის, კი არა და ღია არის, იცით ქალბატონ ნინო, თქვენ ესეთი პროცესებისათვის.
რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას, ჩვენ ყველა სანაყაროსთან დაკავშირებით დაუდგინეთ აბსოლუტურად ვალდებულება კომპანიას. მე შემიძლია რომ წერილობით გაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ცხადია და ანუ მათ შორის პროექტის შედგენა რატომ? იმიტომ რომ ჩვენ აუცილებელია რომ წინსწრებით ვნახოთ როგორი ტიპის პროექტი იქნება, მათ შორის გეოლოგიური თვალსაზრისით, თქვა წყლის დაბინძურების თვალსაზრისით და ასე შემდეგ შევაფასოთ ეს პროექტი და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლოს კომპანიამ რომ თქვა განახორციელოს უშუალო სამუშაოები. ანგარიშებში კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა რომ ანუ ამ ესეთი ტიპის პროექტი მათ შედგენილი აქვთ უკვე და სავარაუდოდ მე ვფიქრობ რომ ანუ ამაზე არის საუბარი რომ დაიწყეს უკვე უშუალოდ ანუ ადგილზე სამუშაოების განხორციელება სანაყაროს ასე ვთქვათ სტაბილიზაციასთან მიმართებით რომელსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენ ადგილზე შევამოწმებთ და გადავამოწმებთ ყველაფერს დეტალურად მათ შორის თქვენს ანუ კითხვებს თუ რამდენად უზრუნველყოფს თითოეული ეს ღონისძიება რაც კომპანიამ განახორციელა მას შემდეგ რაც ჩვენ ადგილზე ჩავატარებთ ინსპექტირებას დეტალურს და ვნახავთ სიტუაციას და ცხადია რომ ესეთი ინსპექტირება განხორციელდება აუცილებლად ყველა იმ შესრულებული სამუშაოს გასაკონტროლებლად რაც უშუალოდ კომპანიამ ადგილზე ჩაატარა და იცით რომ ეს შედეგები არის ყოველთვის ღია და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მას ამოწმებენ არა მხოლოდ ინსპექტორები არამედ უშუალოდ დარგობრივი სპეციალისტებიც ვისაც აქვს დარგობრივი ცოდნები შესაბამისი იმისათვის რომ ნახონ რა ვითარება არის ადგილზე ცხადია თავისთავად ანუ თითოეული საკითხი რაც ჩვენ გაწერილი გვაქვს მიწერილობაში პირდაპირ წერია ქალბატონინო რომ პირველ რიგში უნდა მოგვიტანონ მოკლევადიანი გეგმა თავისი შესაბამისი პროექტებით და ყოველ კვარტალურად უნდა წარმოუდგინოს სამინისტროს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ეს ანგარიშები არის საკმაოდ მსხვილი ანგარიშებია, ასე ვთქვათ, მოიცავს როგორც განხორციელებულ ღონისძიებებს, ასევე შესაბამის პროექტებს. ვთქვათ, რა ტიპის ღონისძიებებსაც ახორციელებს კომპანია. ამიტომ ამ ანგარიშებს, რა თქმა უნდა, იხილავს სამინისტრო, არა მხოლოდ ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რამოდენიმე სტრუქტურული ქვედანაყოფი სამინისტროს და თუკი ჩვენ გვაქვს ხოლმე რაიმე ტიპის შენიშვნები, ამის შესახებ ვაცნობებთ ხოლმე კომპანიას აუცილებლად. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ გარემოს დაცვის სამინისტროს არ გამორჩენია არც ერთი პრობლემური ადგილი, ყველა სრულად არის გაწერილი ვალდებულება. არა, ქალბატონინო და აი ეს ყველაფერი რაც ასახული არის მიწერილობაში, კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაზუსტო რომ უფრო ფართო არის, ვიდრე ამას სანებართო პირობები მოიცავდა. ანუ დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს მიწერილობა ნანახი აქვს, რომ გაცილებით უფრო ფართო ვალდებულებებს მოიცავს, მათ შორის მოკლევადიანი გეგმების შემუშავების ნაწილში და პროექტების შეთანხმების ნაწილში და ანგარიშგების ნაწილში სამინისტროსთან, რაც იცით, რომ სანებართო პირობების ნაწილი არასოდეს არ არის ხოლმე, თქვენ მოგეხსენებათ. ეს ძველი ნებართვა არის, ძველი გაცემული ნებართვა არის და გაცილებით უფრო ფართო და დეტალური არის, ვიდრე ის არსებული სანებართო პირობები, რომელიც კომპანიას დარღვეული ჰქონდა და რომლის გამოსასწორებლადაც მას გაეგზავნა ეს მიწერილობა. თუ შეიძლება დავამატებ, რა თქმა უნდა, ქალბატონმა ნინო სწორად აღნიშნა, ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება 3 წლით, ანუ 3 წლის მერეც ვაპირებთ ჩვენ გავაგზავნოთ როგორც მოპოვებითი საქმიანობა, ასევე გარემოს დაცვითი ღონისძიებებიც არ უნდა გაჩერდეს და უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი რიტმით. ამიტომ იმ 3 წლიან გეგმაში შეიძლება ვერ მოხდეს ყველაფერი ის, რაც არის საჭირო იმისთვის, რაც მჭირდება სამთავრობო კომპანიას. რაც შეეხება იმ სანაყარო, მეორე სანაყაროა პატარა შესწავლება შევიტან. მეორე სანაყარო შეეხება იქ რეკულტივაცია ჯერჯერობით არ დაგვიწყია და ვერც დავიწყებდით, იქ დავიწყეთ მაშინაც ასე კი, ანუ ჩვენ დავიწყეთ ჯერ მისი სტაბილური ფორმის მიცემა, რომ შემდეგ განხორციელდეს მასზე უკვე უშუალოდ რეკულტივაციის მეორე სანაყაროა, კი ბატონო. შესაბამისად, როგორც ქალბატონმა აღნიშნა, პროექტის გარეშე რეკულტივაციის განხორციელება ალბათ არ არის მისაღები არავისთვის, ჩვენთვის და მე რა თქმა უნდა დავაზუსტებ, რომ რეკულტივაციის პროექტი აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული სამინისტროსთან, შესაბამისი დადგენილება არეგულირებს ამ საკითხს, სადაც პირდაპირ წერია, რომ სამინისტრომ უნდა შეითანხმოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კომპანიამ განახორციელოს რეკულტივაცია. მე ერთ რაღაცას დავამატებ, კვარტალური ანგარიშები, რომელიც ახსენეთ, პირველ რიგში იმას უზრუნველყოფს, რომ ასე ვთქვათ, დააპდეიტებული იყოს ყველანაირი არა მარტო საქმიანობა, არამედ იგივე შენიშვნები სამინისტროს მხრიდან. ჩვენ რომ მორჩებით ამ შეხვედრას, მე მოვიფიქროთ, როგორ
ჯობია სისტემა ისე ავაწყოთ კომუნიკაციის, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ეს ანგარიშები და ჩვენ ანუ ეს პროგრამა თუ რა გასაკეთებელი, თუ რამე შენიშვნა გვექნება ჩვენ ხნარაც რომ იყოს ამაზეც ასევე კომუნიკაცია თქვენთან. სამუშაო რეჟიმში გულისხმობ რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რო არ გადავწყვეტ, შეგვიძლია მე გავიაროთ და მოვიფიქროთ სწორი ფორმა, როგორ მოგვაწვით ამ ინფორმაციას, თუნდაც ის კვარტალური რაც არის, რომ ჩვენც ვიყოთ ბოლომდე საქმის კურსში. თუ შეიძლება. ანუ რაც შეეხება აი ბოლო პუნქტს რაც შეეხება ჩვენ კვარტალურ ანგარიშებს, ანუ როგორც კი სამინისტროს უგზავნით, ანუ ჩვენი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე შემდგომ ამის დისტრიბუციას ანუ გაზიარებას ვაკეთებთ სამუშაო ჯგუფთანაც, ანუ შეიძლება ამ შემთხვევაში ოდნავ ასე ვთქვათ, რამდენიმე დღის წინ გადმოიგზავნა, შეიძლება ეს არ ვიცი, რამდენად გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ყველა კვარტალური ანგარიში, ანუ მესამე კვარტალის ჩათვლით გვაქვს წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფთან, მეოთხე კვარტალის ანგარიში ჯერ არ წარდგენილა და როგორც კი წარდგენილი იქნება, აუცილებლად მოგაწვდით, რა თქმა უნდა. უბრალოდ აი ეს ქალბატონ ნინოს კითხვას დაუბრუნდები. მე რა ვიგულისხმობ სანდროს იმაგაში, ანუ კი, ჩვენ ისინი წაკითხული გვაქვს, უბრალოდ ფორმატი მაინც იყო ხოლმე რომ ხوار შემოსულა რამე და რა თქმა უნდა მოუწოდებიათ ეგრევე. შეიძლება რაღაც ისეთ მოვიფიქროთ, თორსა ავტომატურად მოხდება და ჩვენს გვეცოდინება როდესთვის გეგმავთ, რომ ჩვენც გავთვალოთ სამშობლო ჯგუფი ვიკრიბებით ამ შეხვედრების გარდა ცალკე კიდე, სადაც ვიხილავთ ამ საკითხებს და გვეცოდინება რომ თქვა ორი რიცხვისთვის თუ არის ეს დაგეგმილი, ჩვენც 3-4-ისთვის დავალოდებით და შედავებთ 15-იან რამდენი არის მაგალითად შემდეგი და შესაბამისად გავაზიარებთ აუცილებლად. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს კითხვას, ქალბატონ ნინო სავარაუდოდ ეს კითხვა იქიდან გამომდინარე ასე ვთქვათ, წარმოიშვა რომ ვთქვათ თუ RMG Gold-ის საყდრისის შემთხვევაში პირდაპირ წერია მიწერილობაში რომ სანაყაროებთან დაკავშირებით ღონისძიებები განახორციელოს, ანუ კოპერთან დაკავშირებით პირდაპირ ეს ჩანაწერი არ არის. მაგრამ ეს თავის მხრივ გამოწვეულია სხვა ასე ვთქვათ საფუძვლით, ანუ კოპერის შემთხვევაში, ანუ სანაყაროებთან მიმართებაში ქონდა, ასე ვთქვათ ეს დინამიკა, რომელიც მოძრაობაში არის, მოგეხსენებათ სანაყაროები და შესაბამისად სამინისტროს ღონისძიებაც აი ამ დინამიკის ასე ვთქვათ მოვლას მიემართებოდა და არა ვთქვათ კონკრეტული ჩანაწერი, როგორც საყდრისზე გვაქვს. გარდა ამისა, ანუ გეზეშე, რომელიც ასე ვთქვათ ზოგადად ამ საკითხებს არეგულირებს, კვლავ ძალაშია მოგეხსენებათ კოპერის და ის მუდმივად რჩება სავალდებულოდ შესასრულებელი კომპანიისთვის. ანუ ამ ორის გათვალისწინებით, ანუ იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო მოახდინა რა იმ დარღვევის იდენტიფიცირება, რომელიც ეხებოდა სანაყაროს მოძრაობას და დინამიკაში ყოფნას და განსაზღვრა ამისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება არა კონკრეტული, ანუ ხაზს უსვავ განსხვავებით საყდრისისგან, პლუს ამას ის რომ გეზეშე ითვალისწინებს მუდმივად ამ სანაყაროების ასე ვთქვათ მოვლას და ოპერირებას საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და წესების გათვალისწინებით, ანუ ამის საფუძველზე ითქვა იქ ადგილზე, რომ სწორედ აი ამის გამო ჩვენ მართალია პირდაპირ არ არის მითითებული მიწერილობაში, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ანუ ზოგადად გეზეშეთ და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობაც ამ სანაყაროებთან მიმართებაში ითვალისწინებს ის სწორი ოპერირების, ასე ვთქვათ. ერთი შეკითხვა მაქვს, მოგესალმებით. ეხლა გამოვეხმაურები ბატონ თორნიკეს განცხადებას, მან მადლობა მოუხადა ფაქტიურად, ხო, სახელმწიფო სტრუქტურებს, სამინისტროს, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული ამ საკითხში, მაგრამ მე პირიქით პრეტენზიები მაქვს, რომ დავაფიქსირო ეს ჩემი აზრი პირადად. ის რასაც პროექტები, რასაც ამჟამად კომპანია ახორციელებს, ეს მას უნდა 2009 და 2014 წლის განკარგულებების საფუძველზე ეს ყველაფერი უკვე უნდა იყოს ჩატარებული და მე ვფიქრობ, რომ ამაში მაინც იკვეთება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რაღაც ისეთი გულგრილი დამოკიდებულება. მე შემიძლია ასე ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვქონდა მეორეჯერ გასვლა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტიდან არავინ არ წამოსულა, ვერ მოიცალეს და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ წამოსულიყო და თავის თვალით ენახა, თუ მათ მიერ გაწერილი გეგმა როგორ ხორციელდება და თავის თვალით შეემოწმებიათ. გარდა ამისა, ახლა კომპანიამ საუბარი ქონდა და ისინი ითხოვდნენ დამატებით კიდე მეოთხე სანაყაროს ჩამონაჟონი რაღაც ავზის მოწყობასთან დაკავშირებით კიდე ითხოვენ ტყის ფართობს, ეს არის დაახლოებით 69 ჰექტარი ტყის მასივი, როგორც კითხულობ. კი, ასე არის, 69 ჰექტარია და მაინტერესებს თქვენი პოზიცია, გადასცემთ, თუ ჯერ უნდა შეამოწმოთ, თავშოთ როგორი პროექტია, ალტერნატიული პროექტი შეიძლება თუ რა განხორციელდეს, რომ ტყის მასივები დავიცვათ თავშოთ ამ გაჩეხვისაგან, ხო? გარდა ამისა, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ კომპანიასთვის 11 თვის ვადით იყო გადაცემული რაღაც გარკვეული ტერიტორია მიწებისა, რომლებიც იმ პირობით იყო, რომ შემდეგ დაებრუნებია სახელმწიფოსთვის. მათ დაუბრუნეს სახელმწიფოს და გვაინტერესებს ტყის სააგენტომ
როგორ შეასრულეს ვალდებულებები, რაც აღებული ჰქონდა, მე როგორც ვიცი, კომპანიებს გადახდილი აქვს გარკვეული თანხებით, ნელხევში, რომ აიღო გარკვეული მიწა 11 თვით, დღე გაიჩეხა იქ, რაღაც გარკვეული მოსაზრებების გამო და ეს თანხა უნდა გამოეყენებია ტყის სააგენტოს, ტყის მასივების სატყეოს, რომ განაშენიანება მომხდარიყო. მოხდა თუ არა ეს განაშენიანება, თუ მოხდა რომელ ტერიტორიაზე მოხდა. გარდა ამისა არის კიდევ ორი მიწის ფართობი, ასევე 11 თვით უკვე დაბრუნებული უნდა ქონდეს სატყეოს სააგენტოს. და არის ის 10 წლიანი იჯარით გაცემული 25 წლიანი რაღაც მოვიძიეთ დოკუმენტები. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები, სადაც მოსახლეობა თამეთ საკარმინდა უბრალოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათ 2012 წელს ჰქონდათ მიღებული პრივატიზაციის წესით, რატომღაც ახლა რამდენიმე თვის წინ თქვეს უარი მასიურად, რამდენიმე 10-ზე მეტი არის ასეთი მოსახლე და რატომ თქვეს უარი, ესეც გვაინტერესებს. ხო არ იგეგმება და უშუალოდ ამ კომპანიის წარმოების გაფართოება უკვე ლიცენზიის მიღმა და რამდენს მოიცავს კი და როგორ არის დაცული და უშუალოდ ჩვენი კი მარტო ესეთი ტერიტორიაა ეს ქვემო ქართლის საკმაოდ არ არის მდიდარი ტყის მასივით, ხო? და უნდა გავუფრთხილოთ იქ თვითონ ხეს და როგორ ხდება განაშენიანება, როგორ ადენეს ამას თვალყურს ეს სატყეო სააგენტო. ანუ იქ რომელიც გაქვთ 11 თვით გაცემული და არ არის გასული ვადა და ჯერ თქვენ სარგებლობაშია, გვაინტერესებს, აი როცა დაამთავრებთ ამ 11 თვე გავადა დაამთავრებთ სარგებლობას, რა უნდა მოხდეს? უნდა გააშენიანოთ, უნდა დარგოთ იქ ტყეები, თუ რა, თუ ისევ რას უზა. ანუ არ ვიცით იქ არა მითითებული, ეს არის უბრალოდ ტყის ფონდებით სარგებლობა 11 თვით. ზოგს უკვე გაუვიდა ვადა, გვაქვს, გვაქვს ჩვენი სამონაწერები, შეგვიძლია მოგაწოდოთ. ზოგს ჯერ არ გასულია ვადა, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ვადა რო გავა, ანუ რა უნდა გააკეთოთ? ანუ სატყეომ უნდა იქ გააშენიანოს, თქვენ უნდა გააშენიანოთ, თუ რა ხდება საერთოდ? მე მახსოვს ჩვენ აი ბონუში რო ქონდა ვიზიტი, მაშინაც ვსაუბრობ მიღება ჩაბარების აქტებიც კი არის, რაც დაუბრუნეთ უკან უკვე სატყეოს იქ სადაც ვალდებულებები დაასრულეთ. მაგას უბრალოდ დავამატებდი, ჩემი კითხვა ეს არის, მან გათვალისწინებული არის თუ არა ვალდებულების ნაწილში, თქვათ მორჩა, დარგვა მოხდა თუ გაშენება მასივის, შემდეგ მოვლის ვალდებულება, თუ ის უკვე სატყეოზე გადადის მთლიანად. კი ბატონო. ანუ პირველ რიგში აუცილებლად ვიტყვი, რომ გასული ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა სამწუხაროდ ვერ მოახერხეს, ანუ მე არ ვიყავი საქართველოს მინისტრმა ვერ მოახერხა წამოსვლა. რაც შეეხება ზედამხედველობის დეპარტამენტის ჩართულობას, ზედამხედველობის დეპარტამენტი შეგნებულად არ არის ჩართული ამ პროცესში, გამომდინარე იქიდან, რომ ზედამხედველობის დეპარტამენტი არის ინსპექტირების განმახორციელებელი უწყება, ანუ მაკონტროლებელი უწყება, რომელიც აუცილებლად მივა და შეამოწმებს კომპანიის საქმიანობას, მას შემდეგ, როდესაც ანუ დადგება ამის ვადა, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული კონკრეტული ვალდებულებები იქნება შესრულებული და ზედამხედველობის დეპარტამენტი ინსპექტირებით დაგეგმავს ამ პროცესს და ჩავა და შეამოწმებს. იმიტომ რომ ის არის არსობრივად მაკონტროლებელი უწყება და შესაბამისად ის უბრალო მონიტორინგი, ასე ვთქვათ, კომპანიის საქმიანობის მის უფლებამოსილებას სცილდება. შესაბამისად ის იქნება და ის შეასრულებს თავის მაკონტროლებელ ფუნქციას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც შეასრულებს და ინსპექტირების ოქმი დაიდება, ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის. და ზედამხედველობა თუ იქნება დარღვევები, აუცილებლად მოყვება ამას შესაბამისი რეაგირება კანონმდებლობის მიხედვით. რაც შეეხება ანუ დანარჩენ საკითხებს, ვთქვათ, ჩვენი ჩართულობის სამომავლო საკითხებს, ხო? მე პერსონალურად, ასევე ნებართობის დეპარტამენტი, რომელიც უშუალო, ასე ვთქვათ, გამცემი არის ამ მიწერილობის და მომამზადებელი არის ამ მიწერილობის დამერწმუნეთ, რომ იქნებიან აბსოლუტურად სრული მობილიზებით ჩართული ამ მონიტორინგის პროცესებში, ყოველთვის მუდმივ რეჟიმში და ნებისმიერი დოკუმენტი იქნება, ინფორმაცია იქნება თუ რაც იქნება, თუ თქვენი მხრიდან დაისმება საკითხი, ყოველთვის მზად ვართ ერთობლივად სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ თითოეული საკითხი, რაც იქნება თქვენთვის საინტერესო. ტყის თემებს აუცილებლად შევეხები. ესე იგი, ერთი რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ანუ სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას, უწყებებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების გაცემა კომპანიაზე, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს კომპანიის მხრიდან განმოსაცვლელი ვალდებულებების შესრულების საკითხები. ამაზე მე მგონი წინა კომიტეტის ხდომაზე შევთანხმდით, ამაზე იყო წერილობითი ხდომის ოქმიც მათ შორის, რომელიც გამოეგზავნა ორივე უწყებას და ჩვენ მტკიცეთ მხემძღვანელობთ ამ ხდომის ოქმით, ნებისმიერი ნებართვის და ლიცენზიის თუ ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემის პროცესში კომპანიასთან მიმართებით ტყის საკითხებს რაც შეეხება, ანუ
ტყის სპეცსარგებლობები სხვადასხვა მიზნებისათვის კომპანიებზე გაცემული კომპანიაზე და არა კომპანია მხოლოდ გოლდზე, ანუ კოპერზეც მათ შორის და ჯგუფზე ზოგადად ჯგუფში შემავალ კომპანიებზე გაცემული იყო არაერთ გზის სხვადასხვა მიზნობრიობით, ანუ ნიშნულოვანია რომ ვიცოდე უშუალოდ რომელ სპეცსარგებლობებზე არის საუბარი და რომელ მიზნობრიობაზე არის საუბარი და მზად ვართ რომ თითოეული დეტალი გავიაროთ, უბრალოდ დავაკონკრეტებ ერთ საკითხს, რომ როდესაც სპეცსარგებლობით გაიცემა მიწის ნაკვეთი, ანუ და ის უკან უბრუნდება სატყეო სააგენტოს გაცემამდე, ანუ გაცემის შემდეგ უпростоრად გადაწყვეტილება როდესაც მიიღება, კომპანია ვალდებული არის რომ გადაიხადოს საკომპენსაციო საფასური, რომელიც მიემართება მართვის ორგანოს ანგარიშზე, ხოლო მართვის ორგანო თავის მხრივ გეგმავს ტყის მოვლა აღდგენის ღონისძიებებს. მე ამ საკითხს დავასრულებ. ანუ არ დაწყებულა ჯერ არა, ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება, რომ ტყის მართვის ორგანო გეგმავს ტყის მოვლა აღდგენის ღონისძიებებს ყოველი წლის დასაწყისში და არჩევს შესაბამის ფართობებს, სადაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის ტყის განაშენიანება. ამიტომ უფრო კონკრეტიკით რომ ვისაუბროთ, მნიშვნელოვანი იქნება რომ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი და ზუსტად მივიღოთ მათგან კონკრეტული პასუხი, ანუ მიღებული თანხებით რა ღონისძიებები განხორციელდა და დაგეგმილი აქვს თუ არა იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე, რომელიც ჩაიბარეს მიღება-ჩაბარების აქტით კომპანიისგან, რაიმე საკომპენსაციო ღონისძიებები. ერთ საკითხსაც გავამახვილებ ყურადღებას, რომ როდესაც დაისვა რამოდენიმე სპეცსარგებლობაზე საკითხი, კომპანიამ თავისი ინიციატივით გამოხატა ასე ვთქვათ, ინიციატივა ბოლო სპეცსარგებლობები რაც მოითხოვეს, ოღონდ ასევე იმ ღონისძიებების შესრულების ნაწილში, რაც ჭირდებოდათ, გამოხატეს ასე ვთქვათ, ინიციატივა, რომ თვითონ აღადგენდნენ ტყის ფონდის ტერიტორიებს, ბონისისა და დმანისის ტერიტორიებზე, სატყეო სააგენტოს მიერ შეირჩა კონკრეტული ფართობები, სადაც კომპანიამ ჩვენი ინფორმაციით სპეცსარგებლობის მინიჭების შემდგომ მათ უნდა შეათანხმოს შესაბამისი ტყის მოვლა აღდგენის პროექტი სატყეო სააგენტოსთან და ისინი ვალდებული არიან, რომ ერთის მხრივ განახორციელონ დარგვითი ღონისძიებები, ხოლო შემდგომში მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოუარონ ამ ფართობებს და შემოღობონ და ვთქვათ დაიცვან განადგურებისგან. ანუ ესეც არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ასე ვთქვათ კაფეო პოზიცია გვაქვს, რომ კომპანიას თუ კი ექნება ესეთი სურვილი, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თანხების გადახდაც უწევთ, ანუ რეალურად ვთქვათ საკომპენსაციო საფასურის პლუს აღდგენის ღონისძიებები, მაგრამ უშუალოდ სატყეო სააგენტოს საქმიანობაზე მე რომ უფრო კონკრეტული ვიყო, უმჯობესია რომ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი. უკაცრავად ბატონო კახა, ეს მოთხოვნა რომ კომპანიას ვთქვათ ტყეები განაშენიანება მოხდარიყო ბონისის და დმანისის რაიონში, ჩვენ გახსოვთ პირველ შეხვედრაზე იყო ჩვენი მოთხოვნა და კარგია რომ კომპანიამ გაითვალისწინა, იმიტომ რომ კომპანია მარტყოფში გავდა ტყეებს კი აკეთებდა მარტყოფში. ნამდვილად გაითვალისწინა ხო, თუ ძალიან კარგი, იმიტომ რომ ბონისში და დმანისში თუ იჩეხება ტყეები, იქვე სადმე უნდა მოხდეს მათი განაშენიანებაც, რა თქმა უნდა. მე ესეთ რაღაცას გთავაზობთ. ეხლა კონკრეტული რაღაც საკითხები იყო, რომელიც ახსენეს და ჩვენ შეგვიძლია ჩამოვწეროთ, მოვთხოვოთ ჩამონათვალი გადაუგზავნოთ სამინისტროს და თუ საჭირო იქნება კომპანიის ჩართულობაც, რომ ამ კონკრეტულ საკითხებზე მივიღოთ ჯერ წერილობითი პასუხი და თუ ჩვენ ჩავთვლით შემდეგ საჭირო, შეგვიძლია სატყეოს წარმომადგენლებს თხოვოთ მოვიდნენ და უკვე მათი მხრიდან გავცენ პასუხი რა როგორ ხდება და მით უმეტეს თუ ახალი წლიდან იგეგმება ზუსტად რა გეგმები აქვს 2019 წლისთვის. ეს შეგვიძლია ცალკე უკვე მათთან ერთად განვიხილოთ. თუ შეიძლება ჩვენც რო გადმოგვიგზავნოთ, იმიტომ რომ ანუ ჩვენც გვაქვს ასე ვთქვათ კონკრეტული გეგმები, ანუ რას ვაპირებთ, უფრო მეტი სიცხადე რო შევძინოთ საკითხს, ანუ სამინისტროსთან ერთად ჩვენც გადმოგვიგზავნეთ და რაღაც შევავსებთ, ასე ვთქვათ, დამატებით ინფორმაციას წარმოადგენთ ამ კონკრეტულ ფართობებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ ჩამონათვალს გავაკეთებთ, თქო, თქვენც მოგაწვდით და ნახ სამინისტროსთან რაც გვექნება და უშუალოდ სატყეოსთან მათთანაც რა თქმა უნდა ცალკე გავიგეთ ამ. ბატონო გახ დაზუსტება უამრავი იყო, არა მარტო RMG Gold-ის, კოპერის, CMG-ის სპეც ტყით სარგებლობაზე მიმართვა სამინისტროს მიმართ და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა კანონდადგენილ ფარგლებში საკომპენსაციო თანხა არ გადახდილი იყო, ეს ნამდვილად ესეა და ამის გარდა ის ვარდებულებები რაც იყო ნაგესრით შესრულებულია დღემდე შეგიძლიათ ნახოთ ეს სანერგემეურნეობები უკვე დარგულეს და შემდეგ ის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ აუცილებლად რო ჩავამგზავნდებით ერთად ამის ნახვა შეიძლება ცალკეც გავაკეთოთ, იმიტომ თუ შულ კარიერებთან მიმართებაში როდესაც საკმაოდ მოცულობითია დროის მხრივ შეგვიძლია სანერგეების თქვენს მიერ გაშენულ სანერგებზე ვიზიტი ცალკე გავაკეთოთ და ჩვენ თუნდაც ნახოთ რეალურად რა გაკეთდა და რა ეტაპზე არის. ჩვენ
მე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან გვექნება კითხვები ქალბატონინოსთან ჩვენ აღარ გვაქვს კითხვები. ერთი საკითხი გამოვჩა, ანუ პრივატიზება იკითხეთ და ანუ ნაკვეთების დათმობაზეა საუბარი. აი, ანუ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია სამწუხაროდ და ალბათ უფრო ეკონომიკის სამინისტროს საკითხი არის და ამიტომ მე ამაზე ვერ გავცემ. ჩვენს პრინციპში არ გვაქვს ინფორმაცია რაზე არის საუბარი, კონკრეტულად ლოკაციას თუ დაგვიზუსტებთ ან გვეტყვით რაზე არის საუბარი, ალბათ უფრო პასუხს გავცემ. ანუ რამოდენიმე ადამიანი არის გვარსახელებით ვიცით ეს ოფიციალური ღია წყაროებით ამოყოლებული ინფორმაცია არა დახურული. უბრალოდ აღმოვაჩინეთ რომ მოულოდნელად ნაკვეთები რომლებიც მათ დარეგისტრირებული ჰქონდათ 2012 წელს მოულოდნელად დათმეს ანუ არ გაყიდეს, უბრალოდ დათმეს ნაკვეთები. ჩვენ გავიჩნდა უბრალოდ ახლა გვაჟღერებთ. ანა, როდის დათმეს ნაკვეთები? რამოდენიმე ადამიანი ნოემბერში. ეხლა ნოემბერში. კი. რამოდენიმე პირი არის, ნუ იქ იყო საუბარი რომ ვითომ რაღაცა პრივატიზაცია, რაღაც დოკუმენტები არ ქონდათო წესრიგშიო, მაგრამ ეს ახლა დათმეს რატომღაც. არა, პრივატიზაციის დროს წერია რომ საკომლო ჩანაწერების საფუძველზე და რაღაც დოკუმენტების საფუძველზე მათ აიღეს პრივატიზაცია განახორციელეს და ეხლა წერია მიზეზად თითქოს რაღაც დოკუმენტები არ იყო წესრიგშიო. ანუ ის ნაკვეთებია, რომელიც თქვენი მომიჯნავია და ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს თქვენ რაღაცას გადადიხართ ნოემბერში, ხო, ნოემბერში დათმეს. კარგი, ქალბატონო, თქვენ დაგემშვიდობებით, მაგრამ თუ რამე იქნება მოგასვლის წერილობით დამატებითი კითხვა და შეიძლება ცალკე შეხვედრაც გავაკეთოთ თუ საჭირო იქნება. ასლამდე დავაზუსტებ არებ რომ ქალბატონინო, ანუ პირდაპირ მინისტრის გაშემიზა გადმოგცეთ რომ მზად ვართ, ანუ ნებისმიერ ფორმატში სამუშაო შეხვედრა იქნება, ნებისმიერ საკითხი, რაც კი გაინტერესებთ, რომ გავიაროთ ერთობლივად. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა და მზაობა ამ კუთხით. მისასალმებელია. კონტაქტზე ვიქნებით, შეიძლება წერილობით, შეიძლება შეხვედრაც დაჭირდეს, მაგას გავაკეთებთ. ხო, მიწის საკითხებს. გამოგეცდო. არა, არ წერია. თქვენი მომიჯნავე ტერიტორია. თქვენს ტერიტორიას და ჩვენ სრულად გულწრფელად გეტყვით შემდეგს, რომ ჩვენ ესეთი ინფორმაცია არ აგვაქვს. ჩვენ ჯგუფს აქედან ჩვენ ჯგუფიდან აქავთ ყველა ვისაც შეუძლია ამ მიმართულებით იმუშაოს, ჩვენი მიზანმიმართული მუშაობა ამ მიმართულებით არ ყოფილა და შეგვიძლია აი ამაზე პასუხი. არა, აქ იცით მეორე მომენტიცაა, შეიძლება მოსახლეობა ინფორმირებულია მიწის აი დაბინძურების შესახებ, რაც ახლა მიწა ხო ვიცითო დაბინძურებულია მიმდებარე და შეიძლება ამიტომაც დათმეს, იმიტომ აზრი არა აქ მოსავლის მოყვანას არ არის გამო. ეს არის გურამ ნინიაშვილი, მერაბ ყულიაშვილი, ციარა პაპიაშვილი, შალვა ნასყიდაშვილი, ნუ ესეა მიწერილი და ამას შემდეგ გადმოგიხსენებთ. სასარგებლოთაა დათმობილი. ანუ სასარგებლოთ არ არის, ეს არის უბრალოდ სამწიფოს უარი თქვენს ნაკვეთებს, რომელიც ქონდა პრივატიზებული სასოფლო-სამეურნეო. და იმიჯნება ანონჯიგოლდის აცენზიო ტერიტორიას, ანუ თქვენ ხო იყენებთ ხოლმე ხანდახან ნაკვეთ გვაქვს სადაო საკითხები ხო ნაკვეთებთან დაკავშირებით და უბრალოდ გაგვიჩნდა ეჭვი ხომ არ ანუ მტკიცებით ფორმაში არ ვამბობ რომ თქვენ სასარგებლოთაა თქვენთან მექნება კითხვა ეს საკითხები ზოგადად ამ მიმართებაში თქვენ გეხებათ თუ ქონების მიწასთან მაშინ ჩვენ თხოვნა იქნებოდა თქვენ განმოგიგზავნიდით და რომ ეს საკითხი რო გაგვირკვიოთ რეალურად რატომ მოხდა იმიტომ ეს ზუსტად მიმდებარე ტერიტორია არის და რეალური მიზეზი რა იყო და ხო ვის სასარგებლო კერძოებზე არის საუბარი. ანუ ვინმე პრივატიზებული, რომელიც იყო და უნდა დაერეგისტრირებინა და რომელიც დათმეს. დარეგისტრირებული ნაკვეთები 2012-ში დაირეგისტრირეს და ნოემბერში, ამაც ეს ნოემბერში მოულოდნელად დათმეს ეს ნაკვეთები. ჩვენ მოგაწვდით ამ კოორდინატებს. ხო, ამ კოორდინატებს მოგაწვდით და ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ შემდეგ კონკრეტულად ჯობია. რამე ხო არ უკავშირდება კომპანიას, ანუ მაგაზე გვაქვს საუბარი, ეჭვი გაგვიჩნდა უბრალოდ თვიცებით ფორმატში არაფერს არ ვამბობ. უშუალოდ წეღის ეროვნული სააგენტოს თემა ის არ არის, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა რამდენადაც იქნება შესაძლებელი ნახოთ. თემა გვაქვს, იქნება ისიც თქვენთან რომ მოვიკითხოთ თუ შეიძლება ეს სამსხვრებთან დაკავშირებით. დიახ. პირიქით, ანუ მე მინდა გითხრათ ქალბატონ ნინო, რომ როდესაც კომპანიას რაიმე დაინტერესება აქვს, თქვათ, კერძო საკუთრების ბის და ასე ვთქვათ, მიწევით პირიქით ჩვენ ვეხმარებით, რომ ეს რეგისტრაცია მალე დასრულდეს. ანუ ყოფილა შემთხვევა, რომ ანუ ვეხმარებით მოძიებაში, ანუ დოკუმენტების და ასე შემდეგ, რომ შემდეგ ეს დარეგისტრირდეს ჯერ მის სახელზე და შემდეგ ასე ვთქვათ, მიმდინარეობს მოლაპარაკება. ხო და საქმეც მაგაშია, რომ პირიქით ვაკეთებთ ხოლმე როგორც წესი, ანუ ხო და საქმეც მაგაშია, რომ არ გაყიდეს ეს ნაკვეთი, უბრალოდ ადგენენ. მაგრამ ნაკვეთს ესე უბრალოდ ესე სახელმწიფოს დაუთმო ნაკვეთი, ესე ხდება ხოლმე, ხო? მე როცა თქვენ ჭირდებათ ბევრი სასოფლო, ბევრი ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფო
სახელმწიფოს საკუთრებაშია, მე ხდება იმის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების დარეგისტრირება აუქციონზე გატანა და ასე შემდეგ. ხო, ბევრი ფაქტია, რომ კითხვები გაჩნდა და ამ კოორდინატორებს მივაწვით სამინისტროს და პასუხი პრობლემა მე მგონი არ უნდა იყოს და მალე რომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ოპერატიულად მოხდეს ამაზე პასუხისგაცემა, რომ შესაბამისად მოვახდინოთ ჩვენს რეაგირება. უფლებამოსილების ფარგლებიც არის, ის მიხედვით გავარკვევთ. კი. რა თქმა უნდა ეს ზოგადად აქ რა საკითხიც გადის თუ რამეს ვიღებთ ეს არის ჩვენ შეთანხმებაც არ უნდა ამას ზოგადად ჩვენ კომიტეტში ეს წესი არის საჯარო ინფორმაცია ამიტომ თქვენს მოგასწრით და ნებისმიერ ვისაც დაინტერესებული იქნება ხო ესა დასამალი არ არის არაფერი ეს ეხება სამსხვრევი კომპანია RMG Gold აბულმუქის ტერიტორიაზე ნაკვეთზე აქვს დგას ერთ ნაკვეთზე, რომელზეც არ არის გაცემული ნებართვა მშენებლობის, იქ არ იყო გაცემული. ჩვენ მივმართ, ანუ მაინც იქნებ თქვენ ხო რაღაცა საკმაოდ ბუნდოვანი გახდა, ხა სამი თვე თავი და ბოლო ვერ გავუგეთ. ანუ ჩვენ ვიცით რომ ამ ნაკვეთზე დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ, ანუ მთელ რიგ ნაკვეთებზე იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, თუმცა ამ ნაკვეთზე არ იყო გაცემული. ჩვენ მივმართეთ ამ წლის ზაფხულში დმანისის მუნიციპალიტეტს ზედამხედველობის სამსახურს და მივაწოდეთ დოკუმენტაცია, თავად დმანისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტაცია, რომ იმაზე არ იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა და ეს სამსახურები სავარაუდოდ დგას, არის უკანონო. რამდენადაც მე ვიცი, კომპანიამ ჯარიმაც გადაიხადა რაღაც დაკავშირებით, თუმცა ჩვენ საბოლოოდ ვერ გავერკვიეთ, ანუ ერთია რომ ჯარიმას იხდის, მეორე ეს ნაკვეთიც არის სახელმწიფოს კუთვნილება, თვითონ რომელზეც დგას. არა მუნიციპალიტეტის არის არა ანუ ხო მუნიციპალიტეტს ანუ მოსახლეობამ თავის დროზე უარი თქვა RMG Gold-ს ჰქონდა სურვილი ეს ნაკვეთი შეესყიდა თავის დროზე ადრეს ანამ და მოსახლეობამ უარი თქვა იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდევაც შეგვიძლია წარმოვადგინოთ მოსახლეობის წერილი სადაც ისინი უარს ამბობენ ამ ნაკვეთის პრივატიზ ანუ RMG Gold-ისთვის გადაცემაზე რადგან მათ იქ ჭირდებოდათ გარკვეული ნაკვეთები ესე რომ ვთქვათ და ეხლა ჩვენ საბოლოოდ ვერ გავიგეთ ამ სამსხვრევს რა ანუ უნდა მოხდეს დემონტაჟი იმიტომ ჩვენ რომ წერთ ამ დმანისის მუნიციპალიტეტს მუდმივად წერენ რომ არის შესწავლა მე ითხოვენ მოდი ხომ ვთხოვთ RMG Gold-ს რომ იქ უნდა შევიდეთ ნოემბერში 22 ნოემბერს წერილი გამოგვიგზავნეს ჯერ უნომრო მე დავანომრინეთ როგორღაც რომ და ითხოვენ RMG Gold-ში შესვლას და ადგილზე გაცნობას თუმცა იქ გასაცნობი არაფერი არ არის ყველა დოკუმენტაცია უდევს და დარწმუნებული ვარ RMG Gold-იც აწუხებს რაღაც კონკრეტულ დოკუმენტაციას ჩვენ გვაინტერესებს უნდა მოხდეს თუ არა ამ სამსხვრევის დემონტაჟი თუ ის დღემდე დგას და რაც თავარია ეს სამსხვრევი თავის დროზე წარმოადგენდა და ეხლა კი ირწყვება და დააყენეს ისე რა ქვია წყლის ჭავლი მიწოდება ხდება და ისეთი მტვერი არ არის მაგრამ წლების განმავლობაში ეს სამსხვრევი ნამდვილად აბინძურებდა თან სერიოზული დაბინძურების წყარო იყო და ჩვენ ეხლა გვაინტერესებს რა ბედიელის ამ სამსხვრევს შეიძლება არ მოხდეს დემონტაჟი მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს რა პროცედურა იმიტომ რომ ვერ გავიგეთ ვერც კომპანიისგან ვერც მუნიციპალიტეტისგან და არ ვიცით ჯარიმა უნდა გაიზარდოს უნდა მოხდეს დემონტაჟი თუ საერთოდ რა უნდა მოხდეს დავაზუსტებთ ამაზე ჩვენს მაგრამ მაინც შენებლობის ნებართვას ვინც გაცეს ამ შემთხვევაში უკვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მისი თემაა ხო არ აქვს გაცემული იცით რა არის მესმის რომ მათი თემაა ჩვენც მიმართავთ მაგრამ თემ თქვენც მოიკითხოთ ფაქტია რომ ესე უსასრულოდ დაურეგულირებელი ვერ იქნება თუ კონკრეტულად მიმართებაში არ აქვს შენებლობის ნებართვა გაცემული ანუ ყოველთვის დაჯარიმების პრინციპით ვერ წავალთ ხო ანუ არა ხო, ანუ ერთხელ დააჯარიმეს ამ მისულება არ არის გახარეს ჩვენი და უბრალოდ რა ფორმი ადგილობრივის არის ეს სახელმწიფოს მიწა არის რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემა მათ შორის უნებართვო მშენებლობა და ასე შემდეგ არის მუნიციპალიტეტის თემა. გასაგებია მუნიციპალიტეტი ვერ გცემს პასუხს 4 თვეა. მუდმივად არის შესწავლის პროცესში. ეცა უკაცრავად ქალბატონო თქვენ რა ლიმიტი მიმართეთ? თქვენ უშუალოდ მიმართეთ? ჩვენ უშუალოდ მიმართეთ და ბოლო წერილით და ბოლოს მოგვიდა და სამშობლო ჯგუფის სახელით შეგვიძლია მიმართოთ და უკვე მოვითხოთ ეს უფრო სწორი ფორმა იქნება და მოუწევთ პასუხის გაცემა. ხო. ხო, ამიტომ ჩვენ ბოლოს მივმართეთ 8 ნოემბერს მოგვივიდა წერილი, ისიც მე სანამ არ ვთხოვეთ რომ დავეკონტაქტებოდით გუბერნატორს, მანამდე არც გვიგზავნდნენ ამაზე წერილს, მას შემდეგ გამოგვიგზავნეს წერილი, ეს იყო 8 ნოემბერს, რომელიც იყო უნომრო, არანაირი ნომერი წერილს არ ქონდა. ჩვენ გადავუგზავნეთ თავიდან და მოვითხოვეთ ოფიციალური წერილი და ერთადერთი რაც მოგწერეს ის არის რომ კომპანია RMG Gold-ს თხოვენ შევიდნენ ტერიტორიაზე და იქ შეისწავლონ საქმე. მას მერე გავიდა თვე და 10 დღე. არანაირი
ვერანაირი პასუხი არ მოგვდის და გვაინტერესებს უბრალოდ ეს სამსხვრევი უკანონო მშენებლობა თვითონაც ადასტურებთ. მე ხო რაღაც პროცედურა უნდა დაიწყოს ან რაღაც თხოვნა გადაწყდეს, პასუხი არ გვაქვს. და თქვენ ისიც ხო ისიც არ უცით უშვებთ ამ ტერიტორიაზე, არ უშვებთ ამ ტერიტორიაზე. კი ბატონო, ანუ რამდენჯერმე იყო კომუნიკაცია, უბრალოდ დაემთხვა ისე რომ ანუ დროის შეთანხმება ვერ მოხდა, ვინაიდან ანუ ეს მოგეხსენებათ ეს სამსხვრევი მუდმივად მუშა მდგომარეობაშია. შესაბამისად მათი მიზანი ანუ როდესაც შემოწმებაზეა საუბარი, ისინი საუბრობდნენ რომ GPS-ით კონკრეტულად უნდათ მთელი აი ამ ტერიტორიის ასე ვთქვათ აზომვა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ასე ვთქვათ წარმოება დაესრულებინათ და უბრალოდ ვერ მოხდა რამდენჯერმე შეთანხმება კონკრეტული თარიღის მათთან. ანუ დაშვების პრობლემა ანუ არ ყოფილა მან ან ძირითადი პრობლემა გამოწვეული იყო ის რომ ანუ სამსხვრევი კონკრეტულ დროს როდესაც მათთვის იყო მისაღები ანუ საჭიროება არსებობდა რომ ანუ ემუშავა სამსხვრევს ეს არის ერთი ანუ დაშვების RMG-ს ანუ არ უთქვამს რომ ეს ასე ვთქვათ დაშვება პრობლემაა მეორე რაც შეეხება თვითონ ნებართვის საკითხს მე გეტყვით კომპანიის ასე ვთქვათ ხედვას სამართლებრივ ხედვას ამ თემასთან დაკავშირებით სხვა საკითხია ვთქვათ ეკონომიკის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი ამ თემებს როგორ უყურებს ეს არის კომპანიის ხედვა რომ ჯერ კიდევ 2014 წელს მშენებლობის ნებართვის და ასე ვთქვათ გარემოზე მშენებლობის ნებართვა როგორ გაიცემა ხო როდესაც ასე ვთქვათ საქმიანობის ნებართვის ფარგლებშიც ჯდება ეს საქმიანობა ანუ როდესაც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უნდა გაიცეს და იმავდროულად საკითხი ეხება მშენებლობას ეს ორი პროცესი ერთიანდება აი მაშინ როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცა ანუ მშენებლობის ნებართვაში ჩაიწერა რომ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გაცემულია მათ შორის ჩამოთვლილი არის გამოსატუთი მოედნები აუზები ასე შემდეგ მათ შორის გაცემულია სამსხვრევის ტერიტორიაზეც. ანუ ეს პირდაპირ არის მითითებული. აი ხა დავაზუსტებ. კი, აბსოლუტურად სწორია, ქალბატონო ნინო. მე ვიცი რომ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია გაქვთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ეს კონკრეტული ნაკვეთი არ იყო მითითებული ამ შენობის ნებართვში და ის მიზეზი, რაც თქვენ ახსენეთ, სწორედ მაგის გამო არ იყო მითითებული. ეხლა კომპანიის ხედვა ამასთან დაკავშირებით არის შემდეგი, ანუ ან მას შემდეგ რაც კომპანია მოიპოვებს ამ მიწის ნაკვეთზე, ასე ვთქვათ, სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები და ის მოთხოვნები, რომელიც იყო წაყენებული, ანუ მშენებლობის ნებართვით, იქნეს დაცული. ანუ ამაზეა საუბარი, რომ მას შემდეგ რაც ეს მიწით სარგებლობის ან საკუთრების საკითხი გადაწყდება, ამის შემდეგ ექნება საშუალება მუნიციპალიტეტს, ასე ვთქვათ, დააჯარიმოს კომპანია ანუ თქვათ მოითხოვს დემონტაჟი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით კვლავ ანუ მიწასთან დაკავშირებულ პრობლემის მოხსნას. როგორც თქვენ იცით, ანუ ჯარიმა გადახდილია უკანონო სარგებლობის გამო. 9000 ლარი იყო 2014 წლიდან იქნა დათვლილი 2000 იმ დღიდან როდესაც ნებართვაა გაცემული იმ დღიდან იქნა დათვლილი და შესაბამისად ანუ ამ ეტაპზე თანხამ შეადგინა ეს ანუ 9000 ლარი რაც შეეხება სამართალდარღვევას ანუ სამართალდარღვევაზე აი მოგახსენეთ ეს პრობლემა იყო რომ რამდენჯერმე ანუ დროში ვერ დაემთხვია წარმომადგენელი და ჩვენი ასე ვთქვათ საწარმოო პროცესი რასაც ქვია ასე ვთქვათ შეფერხება და აკრძალვა იმ შემოსვლაზე ეს ამის უფლება მოგეხსენებათ კომპანიას არ აქვს როდესაც წარმოება ადმინისტრაციულ წარმოებაზეა საუბარი და ხედვაც ანუ მოკლედ გაგაცანთ ჩვენ ესე უყურებთ რომ მიწის სარგებლობის ან საკუთრების საკითხი რომ გადაწყდება შემდეგ ასე ვთქვათ საშუალება გვექნება რომ ანუ ეს პრობლემა რომელიც ნებართვიდან გამომდინარეობს მოვაგვაროთ და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვეტოთ ანუ რადგან მიწა სვისია სამსხვრევიც მისია და გადავუხოთ მაშინ განსხვავებით სხვა უძრავი ქონებისგან დავაზუსტებ სამსხვევი ასე ვთქვათ მისი დემონტაჟი გადატანა შესაძლებელია ასე რომ ის უძრავნივთად ასე ვთქვათ ესე პირდაპირ გაგებით არის ის მაგრამ როდესაც თვალის მუნიციპალიტეტი თავს არიდებს პასუხის გაცემას ან გაურკვეველ და ბუნდოვან პასუხებს გვიგზავნის ისიც ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ ბუნებრივია ჩვენ გვიჩნდება ეჭირო ხო არ არის აქ რაღაცასთან ხო არ გვაქვს საქმე ხო ამ კომპანიასთან რაღაცა თავიდან და ჩვენ გავუგზავნოთ იმიტომ ჩვენ უბრალოდ გვინდა პასუხი რა ბედიელი სამსხვრევს დემონტაჟი თუ არა დემონტაჟი თუ ისევ ჯარიმა მაგრამ არსებობს კითხვები და ნუ ფაქტია რომ პასუხი ვერ მივიღეთ ჯერჯერობით აი ესე ჯობია წერილი გავიაროთ და ჩვენ თორმე მივმართოთ და მოვიკითხოთ რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით კარგით კიდე თუ ნიკა გადავიდით მოგესალმებით
მოკლედ თავიდან იმით დავიწყებ, რომ ხაზს უსვასო და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენ მწვანეთა მოძრაობას წარმოვადგენთ და შესაბამისად პოლიტეკონომიკურ დონეზე ცოტა სხვანაირად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაზე მწვავე საკითხის მოგვარება, ამიტომ პირდაპირ იმაზე გადავალ, როგორ შეიძლება რომ ეს საკითხი ასე ვთქვათ დაბინძურება მინიმუმამდე მაინც დავიყვანოთ. ნუ როცა ვიმყოფებოდით ჩვენ ახლა ასე ვთქვათ დათვალიერებისას ერთი რამე შეიძლება თქვათ, რომ აი ეს არც ერთი დიდი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, დაბინძურების აღმოფხველი ღონისძიება ბოლომდე მიყვანილი არ არის, თუმცა რაღაც ნაბიჯები გადადგმულია და იმედია, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივა და თუ ბოლომდე მივა, შემდეგ ამას რა თქმა უნდა დაჭირდება უკვე დეტალური დაკვირვება, როგორ მუშაობს, რანაირად მუშაობს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენი დასკვნები, ასე ვთქვათ, გამოვიტანოთ, როგორ მუშაობს. თუმცა აი ჩვენ მაგალითად კიდევ ერთხელ უფრო დაწვრილებით დავათვალიერებდით დიდი სიამოვნებით მთელ ამ ასე ვთქვათ ჯაჭვს საწარმოოს და გარემოს დაცვითი კუთხითაც დავაკვირდებოდით, იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა დავაკვირდით, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ. მიუხედავად ამისა, ახლა ჩვენ ვამზადებთ ანგარიშს ერთად და ალბათ იანვრისთვის გვექნება, ხომ? ხო, რაც შეეხება კიდე ერთი საკითხი, ძალიან ასე ვთქვათ, ცოტა კრიტიკულ იმებზეც გადავალ. ასე ვთქვათ, ტყვის და კადმიუმის საკითხი ხშირად აი კვლევებში აქაც და ზოგადადაც ხშირად არის გვერდზე გაწეული და არცად არ ჩანს ამაზე ლაპარაკი. როცა ჩვენ ეს დავასაბუთით, ასე ვთქვათ, ჩვენ კვლევაში და ამიტომ ისე გამოდის, რომ თითქოს კადმიუმი და ისეთ მნიშვნელოვანი არ არის, როცა ჩვენი აზრით და მე გურანდა გააგრძელებს ეს ორი ნივთიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ იზოლირებული იქნას ნიადაგზე, ჰაერზე, ასევე და წყალზე. მთლიანობაში ანუ არ ხდება, ხა ჩვენ წავიკითხეთ მაგალითად გოლდერის მიერ შემოთავაზებული გაწმენდის ხერხები და იქაც ლაპარაკი თითქმის არ არის კადმიუმზე. ხო, რაც შეეხება კიდევ გავაგრძელებდი, აი მადნეულის კარიერის საბოლოო, ასე ვთქვათ, ქალბატონ ნინოსთანაც მინდოდა შეკითხვა, სამწუხაროდ მე შეგვიძლია ამაზე რეკულტივაციის საკითხი, იმიტომ რომ თქვენთან რო ვიყავით, მაშინ იყო ამაზე შეკითხვა დავსვით და თქვენ ესე გვიპასუხეთ, რომ თქვენ ბოლომდე არაპირებთ, ასე ვთქვათ, აქედან ამოღებას რესურსის და რაც დარჩება, შემდეგ იმ კომპანიაზე იქნება ეს, ასე ვთქვათ, დაკისრებული რეკულტივაცია და აი ამ კარიერის რეკულტივაცია. რაც არ ამგონია, რომ ანუ სწორი იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ იქ უფრო დიდ სამუშაოებს თქვენ ატარებთ და როცა პატარა კომპანია მოვა, ის ამას ვეღარ შეძლებს. ამიტომ რაღაცა რეგულაციები და იმედი მაქვს, ეს ცვლილებები, რომლებიც იგეგმება კანონმდებლობაში, აი ამასაც მოაგვარებს, რომ ასე ვთქვათ, რაღაც მოგვარდეს ეს საკითხი იმ გაგებით, რომ არ შერჩეს ეს ყველაფერი მე იმ კომპანიას, რომელსაც ამის რესურსი საერთოდ არ ექნება. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, აზეც ასე ვთქვათ, კიდე ბევრი იქნება სამუშაო ჩვენი აზრით, ეს არის მტვერი, ანუ სამსხვრევის კი რა თქმა უნდა, ბატონ კოტე ხაჭაპურიძემაც გითხრა, რომ სამსხვრევის ეს იტალიურ კომპანიასთან ერთად იგეგმება ამ სამსხვრევზე კიდე დამატებით, ასე ვთქვათ, დასხურების, წყლის დასხურების და მონტაჟი, თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მარტივი გადახურვა, ასე ვთქვათ, მარტივი კონსტრუქცია მაინც საჭირო იქნება, თუ რა თქმა უნდა ეს საკითხი ასე თუ ისე მოგვარდება. ასევე კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ, რომ აი ეს მდიდარი კვირაცხეულის გავიცანეთ თქვენ გეგმას, რომ ეს ისევე მოექცეს, ასე ვთქვათ, მილებში, როგორც კაზრეთულა. თუმცა ეს პროცესიც დასაჩქარებელია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აფეთქების საკითხი და ამ აფეთქებაზე ჩვენ ას მოგაწვით უბრალოდ იმდენი დოკუმენტაცია, რომ ერთად აი ამის დამუშავების შემდეგ ჩვენ ჩამოგვიყალიბდება, ასე ვთქვათ, ჩვენი ხედვა და ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, პროფესიონალებთან ერთად და ასევე აი გაწმენდით სამუშაოები არის დასაჩქარებელი, იმიტომ აი სანაყაროების ბოლოში სადაც უნდა დამონტაჟდეს ასე ავზები, რომელშიც დაგროვდება ეს სანაყაროებიდან ჩამომდინარე წყალი, ამაზე მე მგონი გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაღაც ტერიტორიები რო გჭირდებოდათ იმაზე მიიღეთ, ხო და აი ბატონ კოტესთან იყო გაწმენდით სამუშაოზე ლაპარაკი და ეს გაწმენდით სამუშაოები გადამწყვეტი, თუ ეს გაწმენდითი სამუშაოები ასე თუ გაწმენდითი ტექნოლოგიები არ დაინერგა სწრაფად, ის მდინარე ისევე ჩვეულებრივად ბინძურდება და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები სწრაფად გადაწყდება. ხო, აი ეს იყო ჯერჯერობით ის სამუშაო რაც ჩატარდა
დინარე კაზრეთულად ვარსთები ხო, რომელიც უკვე მოექცა გვირაბში და მეორე რომელიც უფრო დინარე არ არის, პატარა ეს არის ხელი, მაგრამ იმაზეც ხო საუბარი, ამაზეც რო გითხრათ რა ეტაპზე არის. ხო, ამაზე გამოაგზავნეს ის, ანუ გადავხედეთ და პროექტი, მაგრამ ეს პროექტი ჯერ პროექტის დონეზე. მადლობთ. რაც შეეხება ბოლო კითხვას, დინარე კვირაცხოველის ღელეს რეგულირებას, ასე დავარქვით მაგ პროექტს. ამ ეტაპზე შესრულებულია პროექტი, რომელიც წარმოადგენთ გარემოს დაცვის სამინისტროში და გარემოს დაცვის სამინისტროს სკრინინგის პროცედურამ განგვისაზღვრა მასზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. ეხლა დავიწყეთ ამ ანგარიშის მზადება და შესაბამისად ალბათ მომავალი წლის დასაწყისში უკვე სკოპინგის საჯარო განხილვაზე ალბათ ყველა შევიკრიბებით ისევ და განვიხილავთ თუ ყველაფერს საჯაროდ. ასე რომ ეს მიმდინარე საკითხია და ჯერ დამუშავების იმაშია პროცესში ასე ვთქვათ. სამსხვრებზე ხო, მოდი ყველაფერი ერთად რომ ჩვენ ისევ დავუყურებთ. გემადან. რაც შეეხება კადმიუმის და ტყვის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული გამწმენდ ნაგებობებში. გამწმენდი ნაგებობები, ქიმიური გამწმენდი ნაგებობები საკმაოდ რთული და ძალიან შრომატევადი საკითხია მათი ჯერ მარტო ტექნოლოგიის შერჩევა. დაახლოებით 6-დან 8 თვემდე დაგვჭირდა, რომ აი ის ჩამოგვეყალიბებინა რაღაცა პირველადი, ასე ვთქვათ, კონცეფცია. ჩვენ უკვე მზად ვართ ახლა გამოვაცხადოთ ტენდერის წინაპირობა, ასე ვთქვათ, request for information, რომელზეც მოვიწვევთ უკვე არა მარტო ქართულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, არამედ დასავლური ქვეყნებიდანაც კომპანიებს, ვინც შემოგთავაზებს უკვე კონკრეტულად თითოეული ლოკაციაზე გამწმენდი ნაგებობების პროექტს და რა თქმა უნდა მის მშენებლობას, იმიტომ რომ გადაწყვეტილება ესეთი მიიღო კომპანიამ, რომ ვინც დაგვიპროექტებს ამ გამწმენდი ნაგებობებს, მათვე მივანდოთ მათი მშენებლობის საკითხიც. შესაბამისად, ალბათ მაგასაც დაჭირდება რამდენიმე თვე, სანამ ამ მივიღებთ ამ წინადადებებს სხვადასხვა კომპანიებისგან. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, რომ ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს, ამიტომაც ვაკეთებთ რაღაც შუალედრო ღონისძიებებს, რომ რაღაცა დოზით დავიცვათ დინარეები, სანამ მოხდება საბოლოო გაწმენდა, თუმცა ის მინდა აღნიშნო, რომ გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟების ვადები ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ვადაა იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ არის ადვილი. ყველაზე ანუ სადღაც 2020 წლის მარტის თვეში თუ არ ვცდები, გვაქვს უკვე საბოლოო ჩაბარება ამ გამწმენდი ნაგებობებში. კი, ამ წელს უკვე არის ძირითადად გამწმენდების და კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივყვებით ჩვენ პროგრამაში ანუ მიწერილობის ჩამონათვალე განსხვავდება ჩვენი შიდა პროგრამის ჩამონათვალს, იმიტომ რომ მიწერილობის ერთი პუნქტი შეიძლება მოიცავდეს ჩვენს მიერ დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც იმ პუნქტის გამოსწორებას ემსახურება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს გათვალისწინებულია ჩვენ როგორც ჩვენს პროგრამაში, ასევე მიწერილობის ვადებში. კიდევ აი სამსხვრევზე ვკითხეთ, შეფუთვის რამდენად სამსხვრევის შეფუთვის საკითხს ჯერ კიდევ სწავლობთ ჩვენ წარმოების წარმომადგენლებთან ერთად. ეს აბულმუგის სამსხვრევი, ხო? აბულმუგის სამსხვრევი. კი ბატონო.
მე ჩაგერთვები და გეხმარები ეს წარუმატებელი. აი სანამ გაცემ პასუხი ვიტყვით რა გზაზე რომ მოვდივართ ბოლნისიდან თბილისისკენ მარჯვენა მხარეს კარგად ჩანს ძალიან დიდი ის არის კონსტრუქცია აშენებული ქვის ათლელი საჭრელი კონსტრუქცია სავარაუდოდ. ხო რო ჩავერდ უბრალოდ უცებ გაგვიჩნდა ესეთი რაღაცა მოსაზრება რა გასავსი რამეც რო ჩაიდგას ის თავისუფლად დაეტეოდა თუმცა ეს არის ხა ჩემი მხრიდან რომ მე პროფესიონალი არა ვარ ამას ალბათ ინჟინერი დაჭირდება ვინც უნდა გათვალოს ეს დეტალები აი გავს რამეზე თუ გიფიქრიათ რადგანაც ეს მთლიანობაში საერთოდ გამორიცხავდა უკვე ღია სამსხვრევის რაცა უნდა წყალი ვაშხუროთ რაღაც მაინც ხო იქნება და ამ შემთხვევაში გამორიცხავდა მთლიანად აი მსგავს მეთოდებზე ხო არ გიფიქრიათ გვიფიქრია ჩვენ გავიგონეთ რამოდენიმე ხნის უკან სხვათა შორის თქვენგან მოდიოდა ეს ინიციატივა ფაქტიურად რაღაცა სარკოფაგიზაცია ამ სამსხვრევის სხვათა შორის იდეის დონეზე ჩვენთვისაც სავსებით მისაღები იყო პირველ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება რომ ჩავსვათ ეს სივრცეში რომელსაც ესე იგი დაამთავრებს ამაზე ლაპარაკს გამოვიწვიეთ ბევრი დოკუმენტაცია რომელიც ჩართული არის მის ტექნიკურ თვისებებთან დაკავშირებით და რეკომენდაციები რომელიც ამ ტიპის სამსხვრევს გააჩნია ეს არის ღია ტიპის სამსხვრევი მთელი ჩვენს სადაც გვაქვს ამ ტიპის სამსხვრევებთან ლაპარაკი ყველგან ესენი დგას ღია სივრცეში მისი ჩაკეტვა იწვევს რიგ პრობლემებს იმიტომ რომ იქ მყოფი ჩარხი დანადგარები რომელზეც თქვენ გააკეთეთ არის ძალიან მოცულობით და სიმაღლეში ძალიან პატარა, ესე იგი ჩვენ 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო დიდი მოცულობის სივრცე უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ამ ტექნოლოგიებმა შეძლოს იქ იმუშაობა და იყოს ისეთი განიავება, როგორც დაუშვათ არ გამოიყვანს ამ მექანიზმებს იმიდან, რა ქვია, წყობილებიდან. ანუ ფაქტიურად სამსხვრევი რაც დგას, ჩვენი პირველადი გათვლებით 3-ჯერ უფრო მეტი მოცულობის უნდა იყოს ეს შენობა, ნაგებობა, კონსტრუქცია. საკმაოდ რთულ ინჟინერულ გადაწყვეტილებას გვთავაზობთ ამ წინადადებით ჯამში. ვისთან გაიარეთ ეს კონსულტაცია? ძირითადად ეხა მოგეტყვით ესეთ რამეს, ეს კონსულტაციები ყველა ამ მიწერილობის უკან დგას საინჟინრო ჯგუფი, რომელიც ჩვენ ამ ურთიერთობის დროს ჩამოგვეყალიბდა პრაქტიკა, რომ ყველა აი ამ პუნქტზე წასვლა და მოძიება იმ სპეციალისტების საზღვარგარეთ გვირჩევნოდა ამას, რომ მოვიწვიეთ ეს სპეციალისტები გვიზიანი ხა ჩვენ არიმჯის ესე იგი სივრცეში, სადაც ყოველკვირეულად მიდის მსჯელობა სხვადასხვა პროექტებზე, იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებული არის წყლის გასუფთავება და მტვერისგან დაცვა რაღაცა ტექნოლოგიების. ასეთი ტიპის ინჟინრული გადაწყვეტილება ძალიან ბევრი დაგვიგროვდა. სანაყაროების ფიზიკო-მექანიკური თვისებები წყლის, ესე იგი არიდება ჰიდროგეოლოგიური კვლევები, ანუ საკმაოდ დაიხუნძლა ჩვენი კომპანია აი ამ მიმართულებით მოაზროვნე ადამიანების ჯგუფით. ეხლა RMG-ში კონკრეტულად ამ უტრირების გარეშე ამ მიმართულებაზე მუშაობს 10 ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ძირითადად მოწვეული არიან, იმიტომ რომ ძალიან გვიჭირს საქართველოში. არა, არიან ძირითადად რუსებიც არიან, სხვათა შორის ყავს ავსტრალიელი მოწვეული ინჟინრები საკმაოდ მაღალი დონის, რომლებიც გვეხმარებიან ზუსტად აი ამ მძიმე მეტალების გაწმენდაზე და აზროვნებენ ჩვენთან ერთად თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. საკმაოდ შრომატევადიანი საქმიანობა, სანამ რაღაცა კონკრეტულ იდეამდე მივალთ, იმიტომ რომ საქართველოში ტენდერებსაც რო ვაცხადებთ, ის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომელიც მოიჩქაროს ამის გადასაწყვეტად, ესეთი ადამიანები სამწუხაროდ ცოტა არიან, ვინც არიან თითქმის მთელი სპექტრი შეიძლება ითქვას ღია აქ ჩვენთვის მომსახურებისთვის, იმიტომ რომ ვაცხადებთ ღია ტენდერებს, ეს ჩვენი კომპანიის გადაწყვეტილებაა რომ იყოს ღია ტენდერები. რაც შეეხება ამ ჯგუფს, მუშაობს ჩვენი შიდა ჯგუფი, მაგრამ ავლებს პარალელს იმ საბადოებთან, იმ ტექნოლოგიებთან, რომელიც გვინახია მსოფლიოში. დიახ. მე მესმის და ყველაზე სწორია შენთან შემოიკრიბოდა, შენთან ერთად ამუშავებ საკითხზე, მაგრამ ჩემი პირადად ჩემი პოზიცია არის. მე მესმის, მე ამის ტექნიკური მხარე არ ვიცი და ვერ მეცოდინება, არ ვარ ინჟინერი. პასუხი მოდის, რომ ნუ ფიზიკურად შეუძლებელი არის. ერთია სიტყვიერად გენდობით, მეორე რაღაც დასაბუთება მაინც იყოს. ანუ აღწერილობითი ნაწილი მაინც არის. ვასრულობთ ჯერ.
ანუ ჯერ პასუხი არა გაქვთ კაკეთდება თუ არა. ჯერჯერობით არ მივსულვართ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ სასახად ვიძახით, რომ კი შეიძლება, ან კი არ შეიძლება. მოგვეცით რაღაცა ეტაპი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია იქ იცვლება ტემპერატურული რეჟიმი შიგნით, არ შეიძლება რომ ეს დახურული იყოს, უნდა იყოს განიავებული. ბევრი ისეთი ტექნიკური ხასიათის საკითხები წარმოიჭრა, რომელზეც თითოეულის დაუშვათ იქ როგორ შეიძლება იყოს ეს ადაპტირებული, აი ამაზე ჯერჯერობით ხალხი მუშაობს. კი გამოვიდა ისტორია ისევ გარეთ. იცით რა, ხო, ნუ აი თქვენთვის ესეთია, ჩვენთვის ახლა განიავება ცოტა სხვა ისაა, იგივე წვერის დამჭერების, იგივე ჩემი თხოვნა იქნებოდა რომ მოგვაწოდოთ. თქვენ დაახლოებით გათვლა გექნებათ, როდესაც გექნებათ პასუხი. ერთი თვე არის, ორი კვირა თუ სამი თვე არის. აი ეს ვადა რომ მოგვაწოდოთ და შემდეგ უკვე თქვენთან ხო შეგექნებათ შიდა დოკუმენტაცია მინიმუმ იმისთვის გათვლილი, რაზე დაყრდნობით, რა თან შედარებით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენც მოგვაწოდოთ მერე. იმიტომ მე თორსტები საუბრობ წინა შეხვედრაზე თქვით, რომ თუ თქვათ ეს არ გამოდის, მაშინ იქნებ დავამატოთ ისევე შესაძლებელი, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს. იცით როგორი რამეა, ამაზეც გიპასუხებთ, ხო? ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ გადავხუროთ ეს იმ დამასხურებლებით, რომელიც ჩვენ ერთი გვაქვს, ვამჩნევთ რომ მუშაობს, მეორე დამასხურებელი კიდე იქნება, ესე იგი, წვეთურა გამაფრქვეულები თვითონ აი ეგრეთ წოდებულ ცხრილებზე, რომელიდანაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულად ლოკალურად ჩავაქროთ, ჩვენ ყველაზე უფრო ჩქარა, იმიტომ რომ ამას ხო გესმით, რომ აშენება უნდა, ამ კონსტრუქციას დათვლა უნდა, ну, ისეთი პროცესი არის, რომელსაც დრო დაჭირდება. დრო, რასაც ახლოსავართ, რომელთანაც ახლოსავართ, ეს არის გამაფრქვეულების დამატება და იმ დიდი ეგრეთ წოდებული ღრუბელის. ეს შეკვეთილია, როდის იქნება? ანუ ეს დამატებით დამაშხურებელი შეკვეთილია უკვე. ხო. ანუ ვამატებთ პირველ ეტაპზე ვამატებთ რომ მინიმიზაციას მინიმუმ მივიღებთ. თქვენ ალბათ ამჩნევთ იმას რომ ის ერთი დამაფრქვეველი იმდენად ეფექტურია რომ მუშაობს. ვერ ერევა მთლიანად გეთანხმებით ამაში, მაგრამ რომ მუშაობს ეს ფაქტია. დავამატოთ კიდევ ერთი ისეთი, ვნახოთ რა ეფექტს გვექნება, ასევე იმ ცხელ წერტილებში ეგრეთ წოდებულ, სადაც მადნის გაცხრილვა მიდის, აი იქ დავამატოთ კიდე ესე ეგრეთ წოდებული, აი ზაფხულის ცოტა უფრო მძლავრი, მაგრამ აი დამაფრქვეულებლები, წვეთოვანი დამაფრქვეულებლები, რომლებიც არის, მე ვფიქრობ, რომ მოგცემს ეტაპს. თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ რომ თქვენი აზრი აქ გვესმის ყველას, რომ ძალიან ის არის, გადამწყვეტია ფაქტიურად, ვიფიქროთ სხვა გამოსავალ იმაზე, რა ქვია, ნაბიჯებზე რა. მე მინდა თან მე მგონი ის წელანას თქვით სამსხვრევის საკითხიც არ არის გარკვეული, ხო, ნაკვეთის ბედი და ჯერჯერობით ვადა მაინც გავთ, იმიტომ რომ შესაძლოა საერთოდაც დემონტაჟი გაგიხდეთ, ხო, თუ არ გადმოგეცათ ის ნაკვეთი და არის კიდე მე რომ თუ ის სამსხვრევი ჩაისმება იმაში, ალბათ თქვენი გარკვეული ტერიტორიები კიდევ დაგჭირდებათ, ხო? ეხლა იქ ადგილობრივი მოსახლეობის ისიც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ ბატონო კახა, საერთოდ აღარ რჩება ადგილობრივ მოსახლეობას დიდმანიზია საუბარი, რაღაცა ნაკვეთები იქ, ანუ ისიც გასათვალისწინებელია, მოგცემს ადგილობრივი მოსახლეობა იმ ნაკვეთებს არ მოგცემთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარ რჩებათ იქ არაფერი, იმიტომ რომ მთლიანად მარტო ეს ერთ ნაკვეთზე ხო არა საუბარი, თქვენ ჰექტარობით მიწები გჭირდებათ კიდევ, ხო? ანუ ფაქტობრივად იქ აღარ რჩება იმ ხალხს ადგილი, ანუ ალბათ ისიც გასათვალისწინებელია რას მოიმოქმედებენ და რა პოზიცია იქნება. კომუნიკაცია საჭირო რომ მათი პოზიცია ვიცოდეთ ესეთი წინააღმდეგობრივი საკითხები, ანუ ხშირად დგება ხოლმე და ჩნდება ესეთი ასე ვთქვათ, იგივე იდეების, პროექტების განხილვასაც, იმიტომ რომ 1.9 ჰექტარი არის დღევანდელი, ანუ არსებული ტერიტორია სამსხვრევისთვის, ანუ ერთი სამთან, ანუ თუ ასე ვთქვათ, მოვაქცევთ იმასთან, გამოდის, ანუ უფრო დიდი ტერიტორია და შესაბამისად უფრო მეტი ვთქვათ, პრობლემა შეიძლება იყოს მეზობელი ნაკვეთებისთვის. აქედან გამომდინარე, აი ამ გარდა იმისა, რომ ტექნიკურად შეიძლებოდეს, ანუ ამ ასეთ მოწყობა, მეორე მხრივ ამას თავისი ასე ვთქვათ, მეზობელი ნაკვეთები, ანუ ეს ყველაფერი უნდა კარგად ასე ვთქვათ, ავწონოთ და დავწონოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. თქვენ აი ეს რა მიგნებებიც გექნებათ და რა გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, ესეც მოგვაწოდეთ. ჩვენ პარალელურად რა თქმა უნდა გვექნება მუნიციპალიტეტთანაც კომუნიკაცია, რომ საბოლოოდ ვიცოდეთ ამ მიწის საკითხი როგორ უნდა გადაწყდეს. მე ბატონო მიხეილთან მაქვს ერთი შეკითხვა. განწმედ ნაგებობებზე ხა დეტალებში არ შევა სპეციალისტი არ ვარ, უბრალოდ მე მაინტერესებს ეს განწმედი ნაგებობები, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია, მარტიდან, ანუ 2019 წლის მარტიდან დაიწყება. ანუ ჩვენ შენებლობა, კარგით. ანუ ჩვენ შუალედური კვლევების ჩატარება როდის შეგვეძლება, გაამართლა თუ არა, აი ამ თქვენმა ივნისიდან დაწყებული მარტის ჩათვლით, ხო, მარტშიც აპირებ რაღაცას.
ხო, ანუ ესე იგი ჩვენ ანუ ეს კიდევ იწევს, ხო? ანუ გარკვეულ დროში გადაწეულია, ხო? რომ აი ჩვენ რა თქმა უნდა, თუ არ დასრულდა გამწმენდი ნაგებობის ანუ ხო, გაზაფხულამდე ფაქტობრივად ხო, აზრი არ აქვს. არ გამორიცხავს იმას, რომ შეგვიძლია შევაფასოთ, თქვათ, იგივე კაზრეთულას პროექტი, იგივე კუცაცავის პროექტი, რომლისგანაც ის უკვე გამწმენდთან დაკავშირებული არ არის, სრულიად აღმოფხრავს ჩადინებას მდინარეში რაღაცა წყლის. ამიტომ მისი შეფასება ჩვენ მანამდე შეგვეძლება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამწმენდი ნაგებობების დავამონტაჟებდეთ. ანუ თუ სწორად გავიგე კითხვა, თქვენ გულისხმობთ, ანუ კვლევის შედეგები რა იქნება, რომ მე შევადაროთ ამ არა, უბრალოდ აი შედეგიანობა რომ გავარკვარტო ის ხო არა რომ თქვენ დადგით ნაგებობა, ანუ თავი მისი ეფექტურობა და ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაც კვლევები, რომელიც იყო მანამდე, აგერ ბატონების ჩატარებული თითოეულ წვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის ძალიან კარგი კვლევა გვაქვს, რომელიც შეიძლება შევადაროთ. ხო, ანუ რაღაცას ხონა შევადაროთ. ანუ ჩვენ როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ თქვენი ღონისძიებები იყო ეფექტური, ანუ უნდა დაიკლოს რაღაც მაჩვენებელმა მავნე ნივთიერებების ამ დაბინძურების და აი ამის გაკეთების საშუალება როდის გვექნება? ანუ ალბათ ანუ ესეთი თვალში საცემი შედეგი რომ დავინახო და არა ვთქვათ რაღაცა აი ესეთი ანუ სრულ შედეგს ალბათ 2020 წლის ბოლომდე არა, ხო, თვალში საცემ შედეგს და სრულზე არა მაქვს ლაპარაკი. სრული შეიძლება 2020-ში ვერ დავინახოთ. ანუ გამწვენდეს ნაგებობის კარგი, ხო, არა, უბრალოდ ეს მაინტერესებს. მე მინდა დაუბრუნდე გამწმენდებისაკის თითოეულ გამწმენდის პროექტი, როდესაც ჩვენ უკვე პროექტს წარმოგვიდგენს, თქვათ, შერჩეული კომპანია, ეს თითოეული პროექტი მე უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროში მისი განხილვა და თითოეულ მათგანზე ცალკე ნებართვის გაცემა. ანუ ეს პროექტი კიდევ რაღაც პროცედურაა გასავლელი, რომელსაც შეითანხმებს დაეთანხმება გარემოს დაცვის სამინისტრო, რომ ეს პროექტი ნამდვილად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც არის მოთხოვნილი. ესეთ რამეს დავამატებდი რა. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი საშიშროება დაბინძურების წყარო, ხო, სადაც აგვაქვს ერთი არის ესე იგი კაზრეთულასი ინკაპსულაცია, რომელიც გაკეთებულია და გაიყო ესე იგი ორი ტიპის წყალი, ანუ მდინარე მოდის ესე იგი დაცულ ჩვენ ტერიტორიაზე დაცულ სათავეში წესი და კანონით იქ არ უნდა ბინძურდებოდეს, ისე უნდა ჩაედინებოდეს ძირითადად ესე იგი კალაპოჩი და გვაქვს მეორე წყალი, რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე ერეოდა ჩვენივე ტერიტორიაზე ამ კაზრეთულას და იქ ხდებოდა მისი დაბინძურება. გავყავით ეს ორი ისანა, თქვენ ნამდვილად გაყოფილია ეხა ეს თვალში საცენა ჩანს, რომ კი ბატონო, კომენტარებს ვღებულობთ, უბრალოდ აი აზრობრივად თქვენ არ გეგონოთ, რომ ჩვენ ეხლა ვიძახით იმას, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და ისა რა ქვია, აქ მთავრდება. არა ბატონო, ეს ძალიან რთული საკითხი არის, რომელშიც ვღებულობთ თითქმის ყველა რეკომენდაციას, რომელიც შეიძლება ვინმემ გაგვიწიოს, იმიტომ რომ ესა ახალია, ჩვენ ეხლა დავიწყეთ ამის კეთება, არა გვაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალები გვაქვს პრეტენზია იმისი, რომ უბრალოდ მიზანმიმართულად ხარჯავთ სახსრებს გონივრულსაც და ფინანსურსაც იმისთვის, რომ ეს გამოვასწოროთ. უბრალოდ რისი თქმა მინდა. ძალიან დიდი რეალობა არის დავინახოთ მცირე განსხვავება, იმიტომ რომ წყარი ნაწილაკები, რომლებიც მძიმეა, აი ამ დალექვის პროცესში უნდა დაილექონ პირველ ან მეორე სალექარებში. ანუ წყალი, რომელიც საბოლოო ჯამში ჯერჯერობით მაინც ერევა ბოლოში ერთმანეთს, არის დიდი ალბათობა, რომ ისინი ნაკლებად დაბინძურებულები უნდა იყვნენ იმის გამო, რომ ტექნიკურად, ანუ მექანიკური მათი დალექვა იმ სალექარებში ხდება. როგორ შეიძლება მათი მონიტორინგის შემუშავება, ჩვენ ახლა მივდივარ და უბრალოდ ვზომავ და ვნახავთ რა გქონდა იგივე პერიოდში და უშუალოდ შარშან, იმიტომ რომ პერიოდს უნდა დაემთხვეს, რომ ეს ორი რამე გავაერთიანოთ, ხო, შესაძლებლად ერთმანეთში. ვნახოთ შეიძლება უკვე აქ გვაქვს რაღაცა პლუსები. და მეორე დაბინძურების წყარო, რომელიც მოდის მესამე, მეოთხე სანაყაროდან, აქ ვაბრუნებთ ამ წყალს უკან და ფაქტიურად შეიძლება ითქვას ეს ძალიან მალე იქნება, ხო ესეა? მესამე სანაყაროზე ხო გაწმენდას, ხო? მეოთხედან ვაბრუნებთ. მეოთხედანაც არა, პირიქით. მესამედან ვაბრუნებთ, მეოთხეზე ვწმინდავთ. შეიძლება გერევათ თვითონ სანაყაროები, მე სხვას ვეძახი. ანუ აი ბატონო აი აქ როგორც იცი, აი მესამე სანაყარო არის, ეს მეოთხეა. ხო, არა, პირიქით არის. ოი, აქ პირიქით წერია, მაგრამ კი, ანუ ეს არის მეოთხე სანაყარო, ეს არის მესამე სანაყარო.
ხო, მანდარი ეთყობა შეცდომა. ჩვენ ვიყავით ეს არის მეოთხე ლოგიკურად რა რომ ვიმსჯელოთ პატარ-პატარა შვებებს ყველგან უნდა ვგრძნობდეთ ეს ახლა ბოდიშით რომ პატარ-პატარა შვებებს გვაინტერესებს ჩვენი მიზანია რომ ბოლომდე აღმოქრათ მაგრამ ის წყლის დაბრუნება ერთ-ერთი ისეთი აგრესიული წყლის დაბინძურებაა დიდხანს ვირჩევდით იქა რა ძრავი უნდა რანა ეგრეთ წოდებული ნასოს რა ქვია ქართულად ტუმბო საკაჩი რა უნდა დამდგარიყო იმისთვის რომ ზოგადად გაეძლო ამისთვის მე ინტუიტიურად ვზნობ რომ ძალიან ის დაბრუნება რომელიც ამას დააბრუნებს და ჩვენ ვფიქრობთ რომ მე ჩვენი ფაბრიკისთან გავანეიტრალოთ ეს და კუცაცავზე მოხდეს და ეს უკვე ჩაკეტილ წრეში იქნება ეს აგრესიული წყალი ეს მომავალი წლის ბოლოს უკვე მოგცემს ერთი დაბინძურების წყაროს 95%-ში მოხსნის საშუალებას ასე წყალი მაგრამ ეხლა მე მაქვს ერთი კითხვა წყალის დაბინძურებას თუ შევამცირებთ ეს შეიძლება კარგიც არის რა თქმა უნდა მე მაინტერესებს თუ რამე შემეშლება გურანტა შეგიძლია შემისწორო ჰაერი თუ მოკეთის გადაიწია რეალმა ხო იქ არ არის დაბინძურებას ლაპარაკი მხოლოდ საყდრისი კაზრეთი ბალიჭი ხო ეს რაღაც დაბინძურების არეალი გაიზარდა რაც ნიადაგი და ჰაერით ხდება ხო ჰაერია დაბინძურება შესაბამისად ნიადაგიც მე მაინტერესებს იმ სოფლებში სადაც უკვე დაბინძურებულია და თუ გაირკვევა რომ ეს კომპანიის საქმიანობის შედეგად მოხდა ერთია რომ დაბინძურების წყაროებს ვეუბნით ეს ძალიან კარგია მაგრამ იმ სოფლებში სადაც უკვე დაბინძურებული ადგილებია იქ რასაკეთებს კომპანია ანუ არა ბალიჩი არა კაზრეთში არა საყდრისის საბადოზე არამედ მანიში ან აკაურთაში ქვემოთ ან გომარეთისკენ თუნდაც ეხა ანუ ესე ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ის მოსახლეობის ფაქტობრივად ის ბოსტნეულის და იმის მოყვანა უკვე ძალიან ისეთი ზოგს აღარ უნდა ან შევა კომუნიკაციის პრობლემაც ამაგა ძალიან საინტერესოა ხო ჩვენ არაერთხელ ადრეს რომ არის ერთი რომ ვიცით ისედაც საკმაოდ გაჯერებულია ეს ადგილები სხვადასხვა მინერალებით ეს ერთია მაგრამ არის იმის ვარაუდი რადგანაც ვერ ვამბობთ 100%-ით რამდენად კომპანიის საქმიანობის შედეგადაა მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი და ვარაუდია რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად თუნდაც იგივე დამტვერებთ რომ იყოს ეს ანუ ამ კუთხით თუ კეთდება რამე რომ სოფლის საკუთრებაში არსებული ის სახნავ-სათესი ადგილები რომელსაც ისინი იყენებენ სხვადასხვა მოსავალის მოსაყვანად იქ რომ ჩატარდეს ლაბორატორიული ანალიზი და ვიცოდეთ საბოლოოდ რა თუ ეს რაღაც საფრთხე შემცველია მაშინ უნდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა რაღაც ვაკად მიწების კომპენსაციაზე ვიფიქროთ ანუ სხვაგან გადაყვანა სხვაგან მიცემა რომ იქ რომელიც მავნებელი არის ჯანმრთელობისთვის ისეთი პროდუქტის მოყვანა აღარ მოხდეს არა და მეურნეობის სამინისტრომ ჩაატარა ჩვენ ვნახეთ სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა დაახლოებით 20 პროდუქტზე და აღმოჩნდა რომ არის დაბინძურებული თავადაც აქვს ოფიციალური მონაცემები ჩვენს მაშინ თვითონ თავად მინისტრმა გითხრა შეხვედრაზე როცა ვიყავით სამინისტროში ასე რომ ჩვენ წინა შეხვედრაზე თუ გახსოვთ ბატონ მინისტრ თხოვეთ რომ იქნებ ფერმერებისთვის გარკვეული კონსულტაციები ყოფილიყო ან თქვენ შეგიძლიათ თქვენი ძალები თან მოიწვიოთ ვინმე რომ უბრალოდ იმ მოსახლეობას ფერმერებს ის მაინც უთხრათ რა პროდუქტის მოყვანა შეიძლება არის მთელი რიგი პროდუქცია რომელიც უძლებს ხო და არ იღებს ამ ძიმე მეტალებს და უკვე წავიდა თუმცა აუცილებლად დაუსვათ ეს კითხვა ისეთ კომუნიკაციაში და პირველ რიგში ისევ და ისევ ალბათ პრობლემა არის ატმოსფერული ჰაერი აფეთქებები რომლის შედეგადაც მტვერი ჰაერში გაიფრქვევა და შემდეგ დიდ მანძილზე ვრცელდება ეს ყველაფერი და ისევ და ისევ ნიადაგში ილექება რაც შეეხება ახლა კვების პროდუქტებს ჩვენ მაშინ ბატონ მინისტრსაც უთხარით ჩვენ თვითონ გვაქვს შემუშავებული და გამოკვლეული ბევრი კვების პროდუქტი რომელიც მძიმე ლითონებს არ ითვისებს რომელიც ითვისებს და ამ მხრივ შეგვიძლია გაუწიოთ რეკომენდაციები თუნდაც მოსახლეობას მაგრამ სამინისტროდან არ ყოფილა არანაირი რეაგირება ვფიქრობ რომ ეს აფეთქებების მეთოდები რაზეც მაშინაც ვილაპარაკეთ ჩვენ რაღაც გზა უნდა მოუძებნოთ ან შეიცვალოს რომ ეს ჰაერში არ გამოიფრქვას ეს მავნე აეროზოლები და არ გავრცელდეს ხომ იგი პრობლემა ისევ სოფელ ბალიჩში და სხვა დიდ მანძილებზეც ვრცელდება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ამას კიდევ კვლევების ჩატარება უნდა რადგანაც დამტკიცდეს მართლა საწარმოს ზემოქმედების შედეგად არის ეს ყველაფერი თუ რის გამო არის გამოწვეული ასევე დავამატებდი რეკულტივაციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება თქვენ მართალია ჩაატარეთ რეკულტივაცია მაგრამ იქ მე როგორც
ანუ ამ დარგის სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ რაღაცა უზუსტობები არის და პროექტი, ანუ რეკულტივაცია ნიშნავს იმას, რომ გრადი იყოს 5-6 წლის შემდეგაც მომავალში ის გვაძლევდეს რაღაცა სარგებელს, მაგრამ ამ მეთოდის შემთხვევაში, რომელიც თქვენ გამოიყენეთ, ვფიქრობ, რომ იგი შეიძლება დღეობით რაღაც სიმწვანე წამოიღო მცენარემ ან რაღაცა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში შეიძლება არ იყოს ისეთი მდგრადი, ასევე მინდა გავამოხილო. რომ დავაზუსტოთ, ეს რომელი რეკულტივაციაზე ლაპარაკი? სატესტოდ რომელიც გააკეთდა გვაჩვენე? სატესტოდ, დიახ, სატესტოდ. დიახ. სატესტოდ. ასევე მინდა აღვნიშნო ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენის დასაწყობებაზე. ადრე წინა შეხვედრაზეც ვილაპარაკეთ ამაზე, მაგრამ შემდეგ არ გვინახია გაგვთ თუ არა დასაწყობებული ეს ჰუმუსოვანი ფენა, რადგანაც ვიცით, რომ ძალიან მცირე რაოდენობით გაგვთ ეს და არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ან მომავალი რეკულტივაციისთვის იყოს ბოლომდე რომ გეყოთ ეს რაც გაქვთ დასაწყობებული ამჟამად და თუ ასაწყობებთ მუდმივად ამ ყველაფერს ასევე მაინტერესებს კირის შერევა როგორ ხდება ანუ როდესაც კირი ერევა მადანს ამ შემთხვევაში გამტვერიანება ხდება კიდევ ერთხელ და თუ გიფიქრეთ სხვა მეთოდებზე შერევის სხვა მეთოდებზე მაგალითად ლენტური გადაცემა რომ მოხდეს ამ კირის რომ არ მოხდეს ამის გაფრქვევა ატმოსფერულ ჰაერში ასევე მინდა ვთქვა გავამოხილე ყურადღება რეგულაციებზე რადგანაც ბოლნისის ნიადაგებში კადმიუმის შემცველობა ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას აღემატება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დაახლოებით 2 მგ კილოგრამში არის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია, ეს სახნავ-სათეს ნიადაგებს გულისხმობ და თუ ამ საზღვარგარეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად 0.01-დან 0.7-მდე არის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია და ეს თუ შეიძლება რომ შეიცვალოს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ნიადაგებში კადმიუმის ზღვარი. რაც შეეხება დიახ ეს და ასევე მინდა გავამოხილო ყურადღება იმაზე რომ მაგალითად ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობენ ადამიანები ვინც უშუალოდ რეკულტივაციაზე რემედიაციაზე მუშაობენ აქვთ რაღაცა გვაქვს კვლევები ჩატარებული ამ მხრივ და თუ შეიძლება ანუ თქვენ ვიცი რომ მემორანდუმი გაქვთ გაფორმებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მაგრამ თუ განიხილავთ იმ ალტერნატივას რომ სხვა სამეცნიერო დაწესებულებასთანაც ითანამშრომლოთ მაგალითად ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან და ასეთი კვლევები განხორციელდეს უშუალოდ თქვენ ტერიტორიაზე რომელიც იქნება უფრო მომგებიანი და თქვენ ამაში ნაკლებ ფულს, ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ, ანუ მეცნიერები არიან, ვინც უკვე ამაზე მუშაობენ უკვე წლებია და ასე ვთქვათ, იციან რა უნდა გააკეთონ და კიდევ მინდოდა დამემატებინა ერთი თქვენ რომ ფიქრობთ რომ მეორე და მეორე სანაყაროზე ხო? ძველი, ანუ რომლის რეკულტივაციაც რენტაბელური არ არის თქვენთვის დღეს, რადგან შეიძლება მომავალში, ანუ მადანი რომ არა ეს თლიანზეა, აი სანაყაროზე არ არის, აქ საუბარი არის თვითონ კარიერზე. კარიერზე. მაშინ თქვით რომ შეხვედრის დროს თუ არ ვცდები, მაშინ იყო ლაპარაკი სანაყაროებზე, სადაც მადანი ისევ არის, მაგრამ მცირე რაოდენობით არის. რომელსაც დღეს თქვენ ვერ ამუშავებთ, მაგრამ მომავალში შეიძლება დაიხვეწოს ტექნოლოგიები და ამის გადამუშავება მოხდეს. სხვა კომპანიის მიერ თუნდაც შეიძლება თქვენს მიერ. მე ვფიქრობ, არის ისეთი ტექნოლოგიები, რემედიაციის ტექნოლოგიები, რეკულტივაციის ტექნოლოგიები, რომელიც არის ნაკლებ დროზე გათვლილი, მაგალითად 5 წელზე გათვლილი, 6 წელზე გათვლილი და ეს პროექტები თანამედროვე მწვანე ტექნოლოგიები, რასაც ქვია, მოგებას გულისხმობს, არა მარტო თქვენ დახარჯავთ ამაში თანხებს, არამედ ის პროექტები თქვენ მოგებასაც მოგიტანთ, რადგან შეიძლება ისეთი მენეჯმენტი გაიწეროს, რომლის მიხედვითაც ამ პროექტებმა გვერდითი მოგებაც მოიტანოს, თუ მატერიალური, თუნდაც სხვადასხვა საწარმოც შეიძლება ამ პროექტებზე, საწარმოს აგებაც შეიძლება ამ პროექტებზე და ამ ყველაფერზე
გვაქვს ნამუშევარი ფიზიკის ინსტიტუტზე, იქნებ მოხდეს რაღაც კომუნიკაცია, რაღაცა ის, რომ რაღაც რეკომენდაციები გაგიწიოთ, რაღაც მასე ვთქვათ. ეკითხვა არის ძალიან ისეთი. მოდით დავიწყოთ უშუალოდ ჩემი ნაწილი, რაც არის წარმოების სფეროდან დავიწყე. რაც შეეხება მადნეულის კარიერის რეკულტივაციას, მე ვფიქრობ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ეს საკითხი ძლის წესრიგში არ დგას. იმედი მექნება იმისი, რომ თვითონ მადანი მოგეხსენებათ, რომ წმინდა ეკონომიკური მაჩვენებელი, ანუ რა არის მადანი და რა არ არის და იმედი არის 10 წლის შემდეგაც არ დადგება ეს საკითხი და ის რაც იქ გაშიშვლებულია და სამთო ნაწილშია მოქცეული, გაგრძელდება მუშაობა და ეს საბადო მეტნაკლებად შენარჩუნებული იქნება, იმიტომ რომ საბადო ძალიან საინტერესოა თვითონ გეოლოგიური თვალსაზრისით და იმედია, რომ მის რეკულტივაციამდე ჯერჯერობით დიდი დრო არის დარჩენილი. რაც შეეხება დაბინძურებას მტვრით, აი თქვენ ახსენეთ ბალიჭი რა. მე სამწუხაროდ არ ვიცნობ იმ კვლევებს, რომელიც შეიძლება თქვენ გქონდეთ მიწის და ნიადაგის დაბინძურებასთან შედარებით, მაგრამ ისევ პროფესიონალური თვალსაზრისით შემიძლია ესეთნაირად გიპასუხოთ. ჩვენ არა ვართ იმ აზრისგან შორს, რომ ეს მართლა შეიძლება ჩვენი წყარო იყოს და ჩვენ ამას უნდა ვებრძოლოთ და როგორ ვებრძოლოთ. ანუ თქვენს აქ კვლევებშიც არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ჩატარებული რენტგენო ფლუორესცენციური, სადაც კადმიუმი არ არის აქ ნახსენები, არის მხოლოდ ტყვია და ტყვის შემცველობა საკმაოდ მაღალი არის მადნებში. მესმის ის რა მინდა გიპასუხოთ, რა მინდა გიპასუხოთ. ანუ აფეთქების დროს ეს გაიწვევა აერში. გიპასუხებთ აქ რო არ ავჩქარდეთ, რა თქვენი პოზიცია განასხვავია, აი როცა თქვენ ახსენებთ. თქვენ რო ჯამში გესაუბრათ ამაზე, ხოლმე მოგისმენდით და უბრალოდ ვიქნებოდი იმ პოზიციაში, რომ ვისაუბროთ ამაზე. როცა თქვენ ახსენებთ ბალიჭს და როცა თქვენ ახსენებთ მისი საპირწონე არის საყდრისის საბადო. საყდრისის საბადოს ზედა ჰორიზონტები, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ და ესე იგი მივედით ქვედა ჰორიზონტებამდე, წარმოდგენილი არის მეორადი კვარციტებით. ეხლა ცოტას აგიხსნით რა არის მეორადი კვარციტი. ეს არის ქანი, რომელშიც ძირითადი მასალა არის კვარცი. დანარჩენი მინერალი აქედან წაღებულია და მარტო არის ხალასი მდგომარეობაში წვრილად ჩაწინწკლული ოქრო დარჩენილი. იმიტომ არის ეს გოლდისთვის მიმზიდველი მასალა, ხვდებით? ყველა დანარჩენი მინერალი წავიდა აქედან რაღაცა სხვადასხვა გეოლოგიურმა მოვლენამ ეს განაპირობა გადაახურა, გამოტუტა აქედან, ბუნებრივად გამოტუტა ის მინერალები, რომელიც იქ იყვნენ. მათი გაფრქვევის დროს მე ვერ დავიწყებ ამის მტკიცებას, მაგრამ გონივრულად, ნამდვილად მგონია, რომ ეს ვერ იქნება ტყვის და კადმიუმის გადამტანი მასალა. ну ეს ჩემი აზრია. ან მაგაზე ჩვენ პასუხობთ. ხო, კი ბატონო, უბრალოდ მოკლედ რო ვთქვათ. ანუ როდესაც ჩვენ ანუ კვლევა დავიწყეთ 2014 წელს უკვე ჩატარებული ქონდათ მაგალითად ავიღოთ გომარეთი. სადაც ქონდათ ჩატარებული კვლევა, აქ ლაპარაკი არ არის ახლა სიღრმეში რა, ძალიან სიღრმეში არ არის. ანუ აქ არის ნიადაგ, ნაყოფიერ ნიადაგზე საუბარი, ხო? ADB ჰორიზონტებზეც, ანუ თან ეს არის წარმომადგენლობითი, ანუ 1000 კვადრატულ მეტრზე იქნა რამდენიმე აღებული და ეს შერეული იქნა, ხო? შესაბამისად, აქ აღმოჩნდა, რომ მაშინ კადმიუმი საერთოდ არ იყო. 2017 წელს ჩვენ როცა ავიღეთ ანალიზები და გურანდა მაიღო, მაშინ აღმოჩნდა, რომ კადმიუმი არის გაცილებით მეტი. ეხლა როგორც ჩვენ ქიმიიდან ვიცით, ეხლა თუთია და კადმიუმი ერთად ხდება, ძირითადად სულ ერთად არის. ცალ-ცალკე ესე არ ხდება, ხო? ანუ გრინოკიტი და სფალერიტი არის ორი ესეთი მინერალი. ეს მინერალები შეიცავენ, ასე ვთქვათ, ამ თუთიას და კადმიუმს და ჩვენ ეხლა რა გვაქვს სახეზე. 2014 წელს არ იყო, 2017 წელს არის. მაგრამ 2017 წელს ასე ვთქვათ, კადმიუმი მაღალია, თუთია თითქმის არ არის, ხო? შესაბამისად, ჩვენ ამ ლოგიკიდან ხა რაც ქიმიის ასე ვთქვათ, სახელმძღვანელობაში და ასე სხვა იმებში წერია, ამ ლოგიკით გამოდის ის, რომ ეს დაბინძურება არის ანთროპოგენური, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, ეს არის აფეთქებების ბრალი და ეს მარტო იქ კი არ ხდება, ზოგადად მთელ რეგიონში ეს ტენდენცია
სახეზია. ეს არის ჩვენი კვლევა, რასაც ამბობს. გომარეთი არ არის. ხო, ნუ მარტო გომარეთი მოვიყვანე, ცით რა არის ახლა, სწორად გამიგეთ რა, ეს არის საკითხები, რომლებიც მე მესმის თქვენი პოზიცია. ეხლა ჩვენი პოზიცია კი არ არის, ეს ჩვენი პოზიცია კი არ არის. ეს არის ზოგადად ამ პრობლემის მიმართ ჯანსაღი მიდგომა. ეს ჯანსაღი მიდგომა მიგვიყვან ჩვენ იმ წერტილამდე, რომელშიც უნდა მივედით. თუ ეს არის RMG-ს ბრალი, რა თქმა უნდა, RMG დაიწყებს იმაზე ფიქს თუ როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს. რომც არ იყოს RMG-ს ბრალი, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვიღებთ რიგ პასუხისმგებლობას იმ რეგიონზე, რახან ჩვენ ვართ იქ გიგანტი მწარმოებელი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქტი ხა ყველაფერს თავი დავანებოთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენც ვიკევებებით იქიდან. ის ეგ გარემო ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებისთვის და ისე ამ გარემოს ის რომ ვიძახოთ, რომ RMG კარგია და არაბინძურებს არა ბატონებო, გამოვედით ამ ნაჭუჭიდან და სხვა ნაჭუჭი გვაქვს და გვაქვს მართლა მიზანმიმართული ნება იმისი, რომ შევძლოთ და რაღაცა გავაკეთოთ და არ ვიყოთ, ესე იგი, წყარო კი არა, პირიქით ღმერთმახნას, რომ ჩვენი ბრალი არ იყოს და ღმერთმახნას, რომ წვლილი მიგვაძღობინოს იმაში, რომ ეს გამოვასწოროთ. მიდგომა ნამდვილად ესეთი იქნება. არ ვიცი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, ძალიან საინტერესო არის ამ თემებზე თქვენნაირ ადამიანებთან საუბარი, იმიტომ რომ ბევრი გაქვთ გაკეთებული, ბევრი გაქვთ ამ მიმართულებით, გაიზიარეთ ჩვენი გამოცდილებაც, ვნახოთ რა ანალიზი გაკეთდა, ვინ გააკეთა. მართლა მივყვავართ იმ სწორ ლოგიკამდე, რასაც თქვენ ხასწავლებთ, თუ შეიძლება იყოს შიგნით ხარვეზები, მოკლედ ვითანამშრომლოთ. თუ არ უტრირების გარეშე არა ვართ წინააღმდეგი ჯანსაღი ინჟინრული იქნება ეს თუ მეცნიერული იმისგან. იმ ადამიანებს თქვენ ვინც ახსენეთ, რომლებიც დაკავებულები არიან იმ სფეროთი, რასაც თქვენ აგეკეთებთ, ბატონებო, ძალიან გთხოვთ ჩავინიშნოთ და განვახორციელოთ, იმიტომ რომ ნამდვილად გვიჭირს ეს სფერო არის, რომელიც გვიჭირს ვიძიებთ ძვირად ღირებულ და ზოგიერთ შემთხვევაში არ დაგიმალავ და არაფლის მომცემ ადამიანებს, რომლებიც ესე იგი ფაქტი ერთი არის, თქვენგან მზადყოფნა არის. მართლა ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანებს ნამუშევარი. ვიცით რომ კონკრეტული ადგილებია ეს დასტურდება, რომ სადაც არის აღმოჩენილი. არ ვიცით რამდენად ეს არის RMG-ს წარმოების პროცესიდან გამომდინარე, თუ არის. ერთი მხრიდან ეჭვია რომ არის, მეორე მხრიდან ეჭვია არის რომ შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო არა და ასაბუთებთ რატო. ფაქტი ერთი არის რომ თუ მოხდება ამის პოზიციების დაახლოება და შემდეგ იმის განსაზღვრა რა არის შემდეგი სწორი ნაბიჯები გარასაგმელი რომ ამ ზუსტ ინფორმაციამდე მივიდეთ იქნება ყველაზე სწორი. იქნებ ცალკე მოვახდინოთ კომუნიკაცია გურან და მნიშვნელოვანი იქნება რომ ყველაფერი ის ინფორმაცია ხედვა რაც გაქვს გაუზიაროთ და შემდეგ უკვე მოხდეს იმ მეთოდოლოგიაზე შეთანხმება რომელიცაც ჩაატარებთ ამ კვლევებს და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ვიცოდეთ რეალური გამომწვევი მიზეზი რა არის. ფაქტი ერთია რომ აღმოსავლელი არის. ის თუ ვინ უნდა ჩაერთოს ამ ნაწილში და რა თქმა უნდა მივესალმები RMG-ს სურვილს რომ არ იყოს გამოწვევი თქვენი მიზეზი მზადხართ რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ ზიანის აღმოფხვრაში კიდევ უფრო გაგვიადვილებს რომ საერთო შედეგამდე მივიდეთ ამიტომ გთხოვთ რომ კომუნიკაცია იქონიოთ ამ კუთხით შეგვიძლია სამუშაო ჯგუფის ფორმატიდანაც იყოს შეგვიძლია პირდაპირ რადგან ძალიან ტექნიკურია და ასე თქვა საერთო ენას გაუგებთ ის ადამიანები ვინც იქნებით ტექნიკურად ჩართული ამ ნაწილში დიახ, ერთ მაგალითს მოვიყვან ჩვენი კვლევიდან 2010 წელს სოფელ რატევანზე მაქვს ლაპარაკი, სოფელი რატევანი ახლოს არის საბადოსთან და შეიძლება ატმოსფერული დაბინძურებაც ვივარაუდოთ და 2010 წელს რა თქმა უნდა სარწყავი წყლებითაც სარგებლობენ ამ სოფლის მოსახლეობა. 2010 წელს იყო 102 მილიგრამი კილოგრამში კადმიუმის შემცველობა. წარმოიდგინეთ ძალიან ბევრია, დიახ, როცა არის სრულად დასაშვები 2 მილიგრამი და წეღავ თქვი რომ შესაძლებელია და კიდევ უფრო დასწევია დაბლა. ხოლო 2017 წელს ვნახეთ რომ უკვე არის 7 მილიგრამი კილოგრამზე. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ როდესაც უკვე რაღაცა რეგულაციები NGO-ებმა დაიწყეს შემოწმებების საწარმოც ასე ვთქვათ უფრო მონდომებულია რომ გარემოს დაცვის კუთხით რაღაცა შეცვალოს ამ ხრივ 2017 წელს ხედავთ რომ ამ ელემენტმა ნიადაგში დაიკლო
ანუ შემცველობა დაიკლო და გახდა 7. 102-დან ჩამოვიდა 7-ზე და ესეთი მაგალითები არსებობს, ანუ ჩვენ არ უნდა ვთქვათ ის, რომ ანუ სახე რაღაცა შეიძლება ეს იყოს ბუნებრივი ანომალია, არა, ეს არის საწარმოდან მომდინარე, მაგრამ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს, უნდა ვეძებოთ რაღაცა გზები, უნდა მოძებნოთ, რომ ეს შეიცვალოს და დავიდეს მინიმუმამდე, მაინც დავიდეს. როცა კვლევების მიხედვით რძეში ხوارჯობი აქვს სამინისტროს ჩართოთ. დიახ, თუ ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იქნება. როცა რძეში და რძის პროდუქტებში მოგეხსენებათ, როგორ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს პროდუქტები, აღმოვაჩინეთ, რომ კადმიუმის შემცველობა ზღვრულად ასაშვებ კონცენტრაციას ბევრად აღემატება და კადმიუმი კიდევ კალციუმზე 300 ჯერ სწრაფად ჩაენაცვლება ადამიანის ძვლებში და წარმოიდგინეთ, რას უშვებ, ანუ ძვლებს არბილებს და მოდით ესე გადავწყვიტოთ. კომუნიკაცია ამ კუთხით თქვენ რომ გქონდეთ ის ჯგუფი, ვინც მუშაობს ამ საკითხებზე, გაითვალისწინოთ გურანდას რეკომენდაციებიც და შემდეგი ნაბიჯი დაიგეგმოს იმისთვის, რომ არც ერთი მხარეს არ ქონდეს კითხვა, რამდენად სწორი მეთოდოლოგია არჩეული ამის შესამოწმებლად. ფაქტია, რომ საბოლოოდ უნდა გქონდეს პასუხი, რეალურად გამომწვევი მიზეზი რა არის, კავშირი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საოპერაციო ნაწილთან და რომ თუ ეს დასტურდება, შემდეგი ნაბიჯები იქნას გადადგმული, როგორ ვაკეთებთ და რას ვიყენებთ, რომ უფრო სწორად და ეფექტურად მოხდეს ამის აღმოფხვრა. ანუ საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტმა ხო თავიდან უნდა ჩაატაროს ეს კვლევები, თავიდან უნდა გამოიკვლიოს რა ხდება, ის არც იცნობს ადგილობრივ რელიეფს, ყველაფერს ხო, ახალი მოსული რომ დროს დაჭირდება მაგას პერიოდი ქარების მიმართულებების გათვლით და არ ვიცი, მთელი ის იქნება სერიოზული. დიახ, და კიდევ ერთ დავამატებ, თქვენ გაწმენდით ნაგებობებზე ახსენეთ. მე ვიცნობდი ერთ პიროვნებას, მეცნიერი იყო, რომელიც მუშაობდა რეაგენტული მეთოდებით უნდა წმენდდა სწორედ ჩამდინარე წყლებს და იქნებ მოხდეს ამ ადამიანის მოძებნა, მე თვითონაც მოვძებნი ამ ადამიანს თუ კიდევ არის, ანუ ასაკში იყო შესული. ჩვენ კოლეგებთან ერთად ესე შევთანხმდით, რომ ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრების მოსმენა. სამწუხაროდ არ ვიცით, როგორ მოიცლით თქვენ ამისთვის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან აუცილებლად მოხდება თქვენთან კომუნიკაცია. შევეცადოთ, რომ შევქმნათ ერთი სამუშაო ჯგუფი და ამ ჯგუფის ფარგლებში დავიწყოთ ამაზე ფიქრი. რა პრობლემები გვაქვს და რანაირად გვაქვს და რა შემოთავაზებები გვაქვს ჩვენ სათავართ ამ შემოთავაზების განსახილველად. ბევრ რაღაცაში შეგვიძლია ჩართულები ვიყოთ ლაბორატორიით, რაღაცის დაფინანსებით, რაღაცა იდეის გაანალიზებით, მოვიწვიოთ, ვიმუშაოთ, ვაფშე, მიმართულებით, რომ რაღაცა საერთო გამოგვივიდეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა გადავიკვეთოთ და ჩავატაროთ რაღაცა სამუშაო შეხვედრა. ერთს დავამატებ, ხა ჩვენ საყურისის კომიტეტის პოზიციას, სავარაუდო ჩვენების დამეთანხმებია, რომ აი ეს სპეკულაცია კომპანიის მხრიდან ამდენი წელი რომ აქედან იყო თქვათ სამოქალაქო აქტივისტები, კვლევები რომ არის დაბინძურება და ეს გამოწვეულია თქვენი კომპანიის საქმიანობის შედეგად თქვენი პოზიცია იყო რომ არა იქნება ერთხელ სამუდამოდ გაირკვეს რაღაც ჩატარდეს კვლევები ან ერთობლივი კვლევები ან არ ვიცი ან ყველასგან სანდომ ინსტიტუციამ ჩაატაროს ან ისევ ესე ერთობლივად ჩაატაროთ კვლევა და დადგინდეს საბოლოოდ რომ კომპანია RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად არის გამოწვეული. თუ იქნება გამოწვეული, ხო, ალბათ უნდა აღიაროთ კიდევაც და მე რაღაცა გზებით მოძებნოთ, როგორ მიხედოთ ამ საქმეს. თუ არ აღმოჩნდება თქვენი და დადასტურდება, მე ალბათ როგორც წეღან აღნიშნეთ, კეთილნებას გამოიჩინეთ და მაინც რაღაცა ყოველ შემთხვევაში პროექტებს განახორციელოთ. მაგრამ აუცილებელია უბრალოდ მოსახლეობა მაინც უნდა, ანუ ჩვენც მეც მაინტერესებს ხო არა, ფაქტია, რომ ამას ვერ და 4 წელი მუდმივად გამოკიდებულია HR-ში. ხო, მე მინდა კითხო ეკონომიკის სამინისტროს. და რა ისა. ან მოკლედ აი აქ აუზები სადაც არის კაზრეთულაში. აი აქეთ მხარეს არის გვირაბი, სადაც თვითონ მილებში მიედინება მდინარე. თუმცა აი გზევიდან ვიარით აქ ადგილები ღიობებივით არის რა და აქედან თუ მოხდა წყალმოვარდნა რაღაც მაგ შემთხვევაში შეიძლება ეს მთელი წყალი ჩაიჟონოს აქ, ამიტომ აქ ჩემი აზრით მოხდა ის წყალი ჩვეულებრივად ამ გვირაბშიც გაივლის, ამ დონეზეა გათვლილი.
კი, გასაგებია, მაგრამ აქედანაც მე ჩავა და შესაბამისად იმაში მილში შეიძლება არ გაიაროს და პირდაპირ წავიდეს. ამიტომ აი აქ რო გადახურვა მოხდეს კი. ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი აქ იყო ღიობები, ჩვეულებად ფეხი ჩასავარდნები, რავი. არა, უბრალოდ მე ეს წავი აქ. აქეთ წავიდეს, შეიძლება ნუ ავია. შეიძლება არ უშვეროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ მომარდნა ხდება ისეთი გამოვარდნა, რომელიც ისეთი გამოვარდნა, რომელიც გათვლებით თქვა თითლება თქვა 10 წელიწადში ერთხელ თუ 50 წელიწადში ერთხელ შეიძლება დადგეს რაღაცა მოკლე ვადით. იმ წყალმომარდნას ვერც გამწმენდი ნაგებობა გაუძლებს და ვერც ის მილსადენი. ამიტომ ეგ წყალმომარდნის შემთხვევაში სხვა საშუალება არ არის, რომ ის წყალი უნდა გავატაროთ. წყალი უნდა გავატაროთ, თუმცა იმ წყლის რაოდენობა უკვე იმხელა იქნება, რომ ის განზავებული ჩავა საბოლოო იმამდე. ძალიან მნიშვნელოვანია სეისმურობის საკითხი, ხო, ჩვენ მაშინ იმ ცნობილ წერილში, რომელიც გარემოსდაცვის ჩვენმა ჯგუფმა მოამზადა და ბატონმა კახამის გამოიყენა საფუძვლად, სეისმურობაზე იყო საუბარი. დავადგინეთ, რომ გონი 8 ბალამდეა, თუნდაც 7 ბალიც რომ იყოს, ეს უკვე საკმაოდ სახიფათოა, მნიშვნელობა არ აქვს, რომ 8-სა და 9 შორის დიდი განსხვავება არ არის. ჩვენ გვაინტერესებს, რადგან ასეთი სეისმურად, ესეთი სახიფათო ზონაა, კომპანიას აქვს რამე, მაშინ არ გვიკითხავს, უბრალოდ ისე მოკლედ თუ მეტყვით, რომ ანუ ხართ მზად, არის რაღაც გარკვეული ასეთ დროს რაღაც ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს დაგეხმარებათ, რომ რაღაცა ზიანი იყო შემცირებული ან თავიდან არიდებული, იმიტომ რომ ხა მოგეხსენებათ ასეთი მიწისძვრის დროს რაღაცა თუ ხართ მზად, ხო, დიახ. ნინო. აი, იყო სანაყაროებზე და ამ ბაზაზე და რაღაცა. ესეთი პასუხი გვაქვს მაგ მიმართულებით რა. ეს თავიდან ბოლომდე არის დაგეგმილი ეს დამბა, ძველი სისტემის დამბაა, თანამედროვე ესე იგი ტექნოლოგიებში ესეთი ტიპის მშენებლობების გამოყენება აღარ ხდება, ესე იგი სხვა ტიპის დამბებია, მაგრამ შეუძლებელია დამბა დაიწყო ერთი ტექნოლოგიით და გადახვიდე მეორე ტექნოლოგიაზე. ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ, ესე იგი, საკითხზე, როგორ შეიძლება სამომავლოდ, ესე იგი, გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და მაქსიმალურად, ესე იგი, გადავერთოთ ამ დამბიდან სხვა ტიპის დამბაზე. აქ იგულისხმება ახალი ტიპის მშენებლობა, როგორც თვითონ დამბების, ასევე იმ მასალის დასაწყობება, რომელიც იქ იგულისხმება, მისი თვისება შევცვალოთ, არის რამოდენიმე ეტაპი, რომელსაც პარალელურად ვამუშავებთ, არსებობს საერთოდ მშრალი კუდების დასაწყობების ესეთი მეთოდი, არსებობს მეთოდი, როცა ესე იგი ეგრეთ წოდებული პასტისებრი კუდებს აწარმოებს წარმოებები და ესე ასაწყობებს ამას. დღეისათვის დამბა არის 8-ბალიან სისტემაზე გათვლილი, მისი ჭერი ეგრეთ წოდებული იმის, რა ქვია, ფიზიკო-მექანიკური თვისებებით დათვლილი ჭერი გამძლეობაზე უძლებს 8 ბალს. ეს დატესტილი, ხა დიდი მასშტაბები დატესტილი არ გექნებათ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ ეს გამო. არა, ნინო, ჩვენ დარწმუნებული ვართ მხოლოდ ერთ რამეში. ჩვენ მუშაობთ, ესე იგი, კომპანიასთან, რომელმაც ნოლიდან დაიწყო ამ დამბის მშენებლობა. კომპანიას ჰქვია, ესე იგი, ურალ მექანობრი, რომელიც არის რუსეთში საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მათი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ეს დამბა არის დათვლილი ჭერით 8-ბალიან სისტემაზე, სხვანაირად არ მოგცემს ზედმეტი საფეხურის დაშენების უფლებას, უბრალოდ დღეის მდგომარეობით დამბა გათვლილი არის მდგრადობაზე. ბეჭედი გვაქვს ამ კომპანიის, რომელიც ესე იგი, რომელმაც გათვალა ეს სულ ახალი კვლევაა, ეს არის სექტემბრის, თუ არ ვცდები მეჯონა. აი ეს მინდოდა მეკითხა, ჩვენი ზაფხულის წერილში ზუსტად ეგ იყო, ჩატარებული იყო კვლევა, რომლის შედეგადაც გვეცოდინებოდა სეისმოლოგიური მდგრადობის რა ეტაპზე არის დამბა. ეხლა დავაზუსტებ კუცაცავს გულის ხო? კუცაცავზე საუბარი. ორი კვირის მერე, აი ამ საუბრის მერე რაც ჩვენთან შედგა. ხელშეკრულება გავაფორმეთ გეოფიზიკის ინსტიტუტთან, რომელიც არის ორში ერთადერთი, მეორეა კიდე ილიას უნივერსიტეტი, რომელსაც მსგავსი კვლევების ჩატარება შეუძლიათ და 3-4 თვე მუშაობდნენ, სერიოზული ანგარიში დაიდო.
და კუცაცავთან დაკავშირებით მათ დაადასტურეს, რომ ეხლა ის საინჟინრო ნაგებობა, რომელიც არსებობს, 8 ბალიან მიწისძვრას თავისუფლად უძლებს. ეს ერთი და ეს 8 ბალიანი მიწისძვრა, როგორც ჩვენ რო ვამბობთ ეხლა რომ მოსალოდნელია, იქ არის გათვლილი მათ ეგეთი წესი აქვს, 8 ბალიანი მიწისძვრის მოსალოდნელობა არის 800 წელში 1 და 9 ბალიანის 1200 წელიწადში ერთხელ. ესე რომ ჯერ ერთმა დაგვიფაროს. რომ მოგვაწოდოთ ეს კი, ამ ანგარიშსაც მოგაწვით აუცილებლად. ამის გარდა ეს სამინისტროს მიაწოდეთ ეს ანგარიში? მე მგონი სამინისტროს უნდა სამინისტროსთვის არ მოგვიწოდება ბატონ კახა, ანუ მაშინ როდესაც თქვენი წერილი იქნა გაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ წერილში მითითებული იყო გარემოს ეროვნული სააგენტო როგორც ადრესატი ამ ტიპის კვლევებისა, იმიტომ მე ჩვენ ვერ დაგავალებდით ამას, მე გარემოს სააგენტოს ხარო კოორდინაცია გაიწია. ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ეს კვლევები ხელმისაწვდომია და შესაბამისად გარემოსთვისაც ცალკე არ მიგვიწოდები, იმიტომ რომ არც მოუთხოვეთ, ანუ ჩვენთან ეს კვლევა არის ხელმისაწვდომი და ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ მოგაწოდოთ ერთადერთი ბატონ თორნიკეს ნათქვამს დავაზუსტებ რომ ანუ მექანიკური განსაკუთრებით ჩართულია იქიდან გამომდინარე რომ ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ანუ ის დღიდან ანუ დაახლოებით 1978 წლიდან არის ჩართული ამ ასე ვთქვათ კუცაცავის შენებლობის პროექტში აქედან გამომდინარე ნიშნავენია რომ მან გააგრძელოს ასე ვთქვათ ეს შეკრება. მე მესმის აბსოლუტურად უბრალოდ ზუსტად ის ფაქტორები რაც ახსენეთ რომ ამდენი წლის არის და ძველი ტექნოლოგიით იმიტომ იყო ჩვენი მხრიდანაც წერილში მითითებული რომ ჩატარებული იყო ის რომ ეხლა ვიცოდეთ დაზუსტებით რაზეა ეს რაც ჩატარდა ძალიან კარგი 8 ბალიანიც ეს თქვა კარგი შედეგი არის, რადგან ცნობებს ყოველთვის დაგვიფაროს, რომ 100 წელიწადში ერთხელ თუ ხდება, რომ ეს კიდევ 100 წელი არ მოხდება, მაგრამ უბრალოდ რომ მოგვაწოდოთ ეს კვლევაც, რომ ანგარიშს მოგვაწოდეთ. ხო. მათ აქვს თავის ფორმულები, აქვს გათვლები და იმ ანგარიშში ნახავთ, ზუსტად ეს წერია. ბატონო კახა, ამის გარდა ბატონ თორნიკე ძალიან კარგად იცის და აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს დაამბად ეს კუცაცავი არის ტექნოგენური საბადო. დღეს თუ ხვალ ჩვენ მოგვიწევს და ალბათ უნდა მიუტრიალდეთ და იმის დამუშავებაზეც ვიფიქროთ. ამიტომ დღესაც ერთი წერილი გერმანიის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტია შემოგთავაზეს და ბატონ თორნიკეს გადაუგზავნე. და ყოველ დღე შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც ახალი ტექნოლოგია, თუნდაც ქალბატონი გურანდა რასაც გვთავაზობს, რომელიც მოგცევს საშუალებას ჩვენ სარგებელი მივიღოთ, განტვირთვა მოხდეს ამ კუცაცავის და ყველა ეს კითხვები, რასაც ახლა ჩვენ ერთმანეთს უსვამთ და ასუზიარებთ, მოხსნილი იქნება. ამიტომ ეს პირველ რიგში ჩვენ ინტერესებში. ანას აქვს ახლა კითხვა და მე პრით ქალბატონო დარეჯან არ ვავსებთ, ვაგზავნით იმას და ვტვირთავთ იმდეს, რომელიც არის გათვლილი. ზედმეტს არაფერს არ ვაგზავნით. ერთი უნდა დავაზუსტო, უბრალოდ ნინომაც დასვა კითხვა და თქვენც ეჭობდით, რომ შეიძლება ეს არ იყოს ჩვენი მიზეზით, ეს დავინძურებები ნიადაგზე გარემოში. მაგრამ ეხლა შეგახსენებთ აი ძველ კვლევებს რაც არსებობს, ეხლა მოვიძიე ზუსტად, ეს კომბინატი 1975 წლიდან მუშაობს, შესული არის და ეს მასალებიც არსებობს, რომ 2000 ჯერ კიდევ 2000 წელს თვითონ სახელმწიფო დაინტერესდა ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მდგომარეობით და დაიწყო კვლევა ბოლნისის რაიონში და აქ ნაჩვენებია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც მუშაობდნენ ამ საწარმოში, მათ სისხლში გაცილებით მეტი აღმოჩნდა სპილენძის კონცენტრაცია, ხოლო 2003 წელს, როდესაც უფრო მეტი კვლევა ჩატარდა, აქ უკვე როგორც არაკეთილ საიმედო და რისპაქტორების შემცველად ეს ბოლნისის რეგიონი დასახელდა და მთელი რიგი დაავადებების გარკვეული მატება იყო. მაგრამ ჩვენც მოვიძიეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაციები სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შესაძლებლად არა მარტო ბოლნისის რაიონის, არამედ სხვა საქართველოს სხვა კუთხის რეგიონებიდანაც მოვითხოვეთ აღნიშნული ცნობები თუ რა მდგომარეობა იყო დაავადებების გავრცელების თვალთახედვით ამ თუ იმ რეგიონებში და აღმოჩნდა, რომ ის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ჰაერში ან მტვერში მომატებული ამ მძიმე მეტალები და მტვრიანობით ზოგადად ეს იქნება და ალერგიული სუნთქვის სისტემის, აგრეთვე ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები, რაც ახლა კადმიუმით არის გამოწვეული და ტყვიით და ასე შემდეგ, 20% და ცოტა მეტითაც აღემატებოდა ბოლნის დმანისის რაიონში. ეს იყო საგრძნობად თვალსაჩინო, კი.
და ეს და მე მგონი თქვენს თანამშრომლობთ უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან რომ რაღაცა კვლევები ჩატარდეს ჩვენ ქონდა საუბარი ეპიდემიოლოგიური კვლევები რომ დადგენილი იყო ზუსტად რა როგორ მოხდება და შემდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებები რომლებიც ჯერ კიდევ 2000 წელს იყო დაგეგმილი გატარებული იყო ამ კუთხით რომ განხორციელდეს მე მაქვს კითხვა მე მაქვს კითხვა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ეს შეიძლება პირდაპირ RMG Gold-ს არ ეხება, მაგრამ ეხება RMG ჯგუფში შემავალ კომპანიებს და ქვემო ბოლნისის პროექტს. ეს არის ორი კომპანია, კავკასიის სამთო ჯგუფი, ბატონი ჯონი ალბათ გვიპასუხებს, თორემ ბატონი სანდროს ჰქონდა კომუნიკაციები ამ თემაზე და მეორე კომპანია ეს არის Georgian Cooperant Gold-ი. ამ ორივე კომპანიას ჰქონდა 2017 წლის ოქტომბერში 10 ოქტომბერს უკვე ჰქონდა დარღვეული სალიცენზიო პირობები, არ ჰქონდა შესაბამისი თანხა გადახდილი. როგორც ვიცით, კავკასიის სამთო ჯგუფს გაუგრძელდა ლიცენზია, გარკვეული პირობები და თუ სწორად მახსოვს, ბატონო სანდრო, უნდა რაღაცა 2018 წლის 31 დეკემბრამდე რაღაც გარკვეული თანხაც უნდა შეგეტანათ, ხო? იქ რაღაც ესე იყო. სამთო ჯგუფზე არის საუბარი. ჯერ სამთო ჯგუფზე საუბრობ. 2 მილიონი ლარი შეიტანეთ. დავიწყეთ და კვირის ბოლომდე 2 მილიონი ლარი 31 დეკემბრამდე იქნება გადახდილი. არა, ეს რო ეხლა მე მაქვს მეორე კომპანიაზე მინდა კითხოთ, მასაც ასევე, ეს არის Georgian Cooperant Gold-ი, აქვს დარღვეული სალიცენზიო პირობები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანია ერთნაირ პირობებში იყო და ერთნაირი დანაშაული ჰქონდათ, Georgian Cooperant Gold-ს არ უგრძელებდნენ ლიცენზიას. მე მაინტერესებს იმათ თუ გაუგრძელდა ლიცენზია და რა მდგომარეობაშია მათი ლიცენზია და აპირებენ თუ არა ფულის გადახდას. არ იცით ამ თემებზე. ბატონო სანდრო, იქნებ თქვენ იცით. ანუ კავკასიის არა, ხო. ორ კომპანიაზე გეკითხებთ. ანუ ეხლა გამიგერო თურმე ეხლა აპირებთ 2 მილიონის გადახდას. 31 დეკემბრამდე დღიდან დაიწყო და 31 დეკემბრამდე იქნება გადახდილი. ხო, იმედია გაგვაგებინებთ ბატონო ჯონი გადაგიხადეთ. და გვაინტერესებს Georgian Cooperant Gold-ზე რა ხდება, მათაც ასევე ჰქონდათ მოთხოვნილი წიაღის სააგენტოსთვის ლიცენზიის გაგრძელება და რა პირობებით უგრძელებთ, თუ საერთოდ უგრძელებთ. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით ხდება ლიცენზიაში ცვლილებების შეტანაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ თავის დროზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით არის სალიცენზიო პირობები დადგენილი. დღეს მდგომარეობით საკითხი არის განხილვის ეტაპზე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი არის განკარგულების პროექტი. ამ ეტაპზე საკითხი საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა არ მომხდარა. კავკასიის სამთო ჯგუფთან მიმართებაში ბატონმა ჯონიმ უკვე გიპასუხათ 2018 წლის ბოლომდე იყო ფინანსური ანგარიშწორებისთვის ვადა განსაზღვრული და ამ ეტაპზე ეს ვადა ამოწურული არ არის. Georgian Cooperant Gold სამუშაოს ახორციელებს ახლა. შესწავლის სამუშაოებს ვერ ახორციელებს, იმიტომ რომ შესწავლის ვადა ფიზიკურად დასრულებულია და ამის გათვალისწინებით ვეღარ ახორციელებენ შესწავლის სამუშაოების განხორციელებას. კომპანია არის მოლოდინის რეჟიმში და ამ ეტაპზე გადაწყვეტილება საკითხია. კომპანია რას ელოდება? როგორც გეტყვით ახლა, როგორც დამფუძნებელი და 50% სპობელი კავკასიის სამთო ჯგუფი უშუალოდ არის დაინტერესებული, რომ ამ კომპანიამ მიიღოს ლიცენზია. მე ნამდვილად არ ვიცი ხელის შემშლელი რა არის, ყველა ის მოთხოვნა რაც საჭირო იყო წარდგენილი იყო, მე როგორც ვიცი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეხლა ვეროდებით მთავრობის გადაწყვეტილებას. ეხლა არც ერთი სამუშაო მათი მხრიდან არ ტარდება ფიზიკურად, არც ბურღვა, არც გეოფიზიკა და არც ერთი სამუშაო. ჩვენ შორის შეთანხმებულია პროგრამა სამუშაო, მაგრამ არ დაწყებულა სანამ არ იქნება პროცედურა დამთავრებული ლიცენზიის გაგრძელებისა. უბრალოდ გვაინტერესებდა აი ეს ჰექტარზე 500 ლარი აქვს გადასახდელი, ანუ აი ეს დაითვლება ასე 500 ლარი თუ ახალი ცვლილებები შევიდა. თუ ჯერ არ შესულა. ისევ დაითვლება არის ეს ცვლილებები, მაგრამ არ ეს ეხება საწყის სალიცენზიო ფასის განსაზღვრის დროს გამოსაყენებელ, ასე ვთქვათ, კოეფიციენტს და მხოლოდ სამომავლოდ ლიცენზიის გაცემის მიზნებისთვის იქნება გამოყენებული ეს ცვლილება. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დროს ცვლილება, რომელიც ჰექტარზე 50 ლარის განსაზღვრას გულისხმობს, არ იქნება. ხო, ჩვენ არ გქონდა პასუხი და ყოველთვის გვაინტერესებდა რა ხდებოდა ქვემო ბოლნისში. დიდი მადლობა და ერთი მე ალბათ დაუბრუნდებით იმ ზარალის დათვლის თემას. ვეღარ ბატონო გახარ. ზარალი ვეღარ ვთვლით ზარალს, ანუ
გარემოს და სამინისტროს უნდა დაეთვალა კომპანიის საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი და ერთი არის რაც დათვლილია და გადაგზავნილია პროკურატურაში. და რომელიც არ გადაუხდიათ მესმის, იმიტომ რომ არ არის მისული იქამდე კომპანიამდე, ხო, და ზარალი და ზარალის გადახდა 2015-2016 წლის ზიანის გამოთვლა სხვა იყო. ზარალის გადახდა რაც იყო. ზიანზია, ხო. 2015-2016 გამოძიება. არა, კომპანიას არ უნდა ისევ საუბრობთ, ანუ რომელიც უნდა დაეთვალა გარემოს დაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ შაშან წინ და ერთი წელია თვლიანეს უბრალოდ ახლა კარგია დავაყენე. გავცემდა თვითონ პასუხს, თუმცა ჩვენი კითხვები რაც არის შეგვიძლია ეს ჩამოვწეროთ და მივაწოთ, იმიტომ რომ შეიძლება ადრესატი ეკონომიკაც იყოს. არა, მაგ შემთხვევაში მარტო გარემოა, მართალია, მარტო გარემოა. თქვენ უბრალოდ ამას ეს შეიძლება იმოქმედოს სალიცენზიო პირობებზე, მაგრამ ფაქტია რომ გარემოს სამინისტროს უნდა ვკითხოთ ეს და გავცემ პასუხი. ანუ ჩვენ წინა შეხვედრაზე მათთან ლევონი ეკვესწრებოდა უშუალოდ მინისტრის ჩვენ გვაქვს წერილები რომ ისინი თვლიან. თუმცა ჩვენ სხვა პროცესში ვართო, თუმცა ჩვენ სხვა პოზიციაც მოვისმინეთ ბატონი სანდროსგან თუ კარგად მახსოვს რომ ვერ დაითვლებაო ზიანი, ხო თუ ესე? თუ რაღაც არ დაითვლება თუ რაღაც ჩანაწერი არის. ანუ ვეღარ ხვდები, ანუ ეს ვინ გვატყობს ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტრო გვატყობს. მე გითხარით რომ არაფერი არ არსებობს, რისი დათვლაც არ შეიძლება თქო, ანუ პირიქით გითხარით, აი რატო დაგავახსოვდათ საწინააღმდეგო. არა, სხვა რაღაც ვახსოვს პირველი შეხვედრა, რამაც ჩვენი გაგიზიანება გამოიწვია. და მინისტრის პოზიციაც იყო, თუ გახსოვთ რომ ჩვენ მუშაობთ ახალ მინისტრის სამინისტროს პოზიცია იყო ესეთი რომ ისინი მუშაობენ ახალ კანონმდებლობაზე, ანუ ახალ გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონზე, რომელიც შეესაბამება საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ დირექტივას და მასთან უნდა მოვიდეს ასე ვთქვათ ჰარმონიზებაში. მას შემდეგ ანუ კომპანიის პოზიცია რომ მას შემდეგ რაც ეს კანონი იქნება მიღებული, უფრო ადეკვატური იქნება როგორც ზიანის თანხა, ასევე რემედიაცია, რომელსაც ეს დირექტივა ითვალისწინებს და ჩვენ ვამბობთ რომ ანუ ეს კანონი უნდა გახდეს არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ნებისმიერ ზოგადად სექტორს სჭირდება ეს RMG-ს არ ჭირდება, ანუ სექტორს ჭირდება, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა იქნეს მიღებული და მას შემდეგ რაც ეს კანონი იქნება მიღებული, ჩვენ მზად ვართ, რომ ახალი კანონის ფარგლებში, ასე ვთქვათ, როგორც განვიხილოთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან მათ შორის მიყენებული ზიანი, უშუალოდ კომპანიით მე ამასაც გაუსვი ხაზი, რომ ანუ აუცილებელია დაისვა საკითხი, რა იყო მანამდე წლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანი და უშუალოდ 2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ჩაირთო RMG-ს ლიცენზიები, ხო? მოქმედებაში მოვიდა. ანუ აქ ამ მიჯნის გავლებაც საჭირო თქო და მზად ვართ, დავსხდეთ სამინისტროსთან, დავთვალოთ ეს, ანუ დათვალო მან. ამაზე ქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან? ბატონო კახა, თქვენი ვადები როგორაა დაგეგმილი? სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ანუ გარემოს დაცვითი, ასე ვთქვათ, ზიანის ნაწილში ხანდაზმულობის ვადა არის, ანუ აქ პრობლემა არ არის. სამინისტრო აქტიურად მუშაობს, მე რამდენადაც ვიცი, კანონპროექტიც არსებობს, ანუ უბრალოდ რაღაც სანდრო, ეხა გაგაწყვეტინეთ მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რომ ჩვენ ვერ გასაგებია, მაგრამ ეხა აშკარად საზოგადოება შეგყავს შეცდომაში, ანუ თქვენ გახსოვთ ესეთი ფრაზა ჩემი, რომ ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს, ანუ ჩვენ მოქმედი კანონმდებლობით დაითვალა ჭიათურის, გვახსოვს ხო? გარემოზე მიყენებული ზიანი. ხო, მარტო ველოდებით მაინც და მაინც ახალ კანონმდებლობას, რომ თქვენს მიერ მიყენებული ზიანი დაითვალოს. არა, ფაქტია რომ ეს ელოდებით და თუ გარემოს დაცვის სამინისტროს ამას ელოდება, მაშინ არ ვცხოვრობ. მე კითხავ, კომუნიკაცია სამინისტროსთან ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით სხვა საკითხებს გადიხართ. აი ზიანის დათვლასთან დაკავშირებით, ჩვენ წინა შეხვედრაზე რომ ვახსენეთ, რომელიც იყო ზაფხულში, ხო? პასუხი იყო, რომ კი მუშაობთ ამაზე, ვის მე რა ვიცი, 4 თვე გავიდა უკვე. ჩვენ გქონდა კომუნიკაცია, და მაშინ ისიც ვთქვით, რომ ხვდებით, რომ ეს ერთ თვეში არ მორჩება, მაგრამ უკვე 4 თვე გავიდა, რაღაც პროგრესი მაინც უნდა იყოს, ხო? კი, მე ანუ ერთადერთი, ანუ მოგეხსენებათ, ჩვენ გქონდა წარმოების ფარგლებში ჩვენ სასამართლოში შევხვდით სამინისტროს და მის მიღმა რაც შეეხება სამინისტროსგან ვიცით ოფიციალურად გაჟღერებული პოზიცია რაც არის, რომ მომზად